მივსულიყავი არ იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში ასე მეგონა. დამიწყებდა გამოკითხვას დაუწყებელზე რატომ ვარ, საზღვარგარეთ ვინ მყავს, რისთვის ვიჯექი, რეაბილიტირებული რატომ ვარ, ვინ არიან ჩემი ამხანაგ მეგობრები, რატომ დროისი მონაკვეთში არ დავამთავრე, რაც სრული კურსის გავლასა და დიპლომის დაცვას სჭირდებოდა და სხვა ასეთები. სხვათა შორის დიპლომის აღება რომ დამიგვიანდა, ნაწილობრივ ამის გამოც იყო. მეჯავრებოდა ინსტიტუტში სიარული. ერთი გარემოებას მიშლიდა ხელს, კურსზე ახალგაზრდობა იყო. თეთრი ყორანივით ვერიე კარგა ხნის უკვე დაკაცებული სტუდენტი. ბოლო 2 წელიწადი მაინც ძალიან გამიჭირდა, ხანდახან ვშიმშილობდი კიდეც. ახლა კიდევ ერთი რამ, მე რომ დავბრუნდი, უამრავი ძმაკაცი დამხვდა თბილისში. იმ 7 წლის მანძილზე, რაც მე ინსტიტუტის დამთავრებას მოვანდომე, ნახევარზე გაცილებით მეტი დაიხოცა. მიდიოდნენ და მიტოვებდნენ მოუშუშებელ წუხილს. სევდასა და მწარე მოგონებებს. ნამდვილი ადამიანები მიდიოდნენ. ახვვრიონი რჩებოდა. მე სრულებითაც არ მინდა იმის თქმა, თითქოს ამხანაგ მეგობარი აღარავინ მყავდა, მაგრამ წასულებს ჩემს გულში გასაგები მიზეზების გამო საგანგებო ადგილი ჰქონდათ. აი კიდევ ერთი მაგალითი თუ რა ვითარება იყო. ჯერ კიდევ 30-იან წლებში თბილისში ირანის საკონსულო იყო. ირანის კონსულის შვილს ახმედი ერქვა და გერმანულ სკოლაში სწავლობდა. საკონსულოები გააუქმეს. ახმედი მამასთან ერთად წავიდა. ჩვენი ძმაკაცი იყო, დიდი სამბით გავაცილეთ. სად ისწავლა, რა ისწავლა, ერთმა ღმერთმა იცის. დიდი დრო გავიდა. ახმედ მირფენდერეკი ირანის ელჩად დაინიშნა მოსკოვში. ეს უკვე ჩემი პატიმრობის დროს იყო. ახალი დაბრუნებული ვიყავი საბჭოთა კავშირში. აღარ მახსოვს შახის დედა თუ დაჩამოვიდა. იგი თბილისსაც ესტუმრა. სხვებთან ერთად ირანის სრულუფლებიანი ელჩიც ახლდა. უკეთ ვთქვათ, ელჩი იყო პირველი ფიგურა. მაშინ კომუნისტურ მთავრობას წესად ჰქონდა, უცხოეთიდან ჩამოსულებს ზარზეიმით უხვდებოდნენ, გამოჰყავდათ მთელი შემადგენლობით დაწესებულებები, ჩამოსული სტუმრის ქვეყნის პატარა დროშებით, ტაშითა და შეძახილებით უწყობდნენ შეხვედრას. ერთ-ერთი ასეთი დაწესებულების კერძოდ მუშტაიდის პარკის დირექტორად იმ დროს წარსულში ჩეკისტი, ერთი იმ მათგანი, ვინც პირველად დამაპატიმრა კინოთეატრ სპარტაკში, იულიკა ხვინგია იყო. ბავშვობაში აგრეთვე გერმანული სკოლის მოსწავლე. არ ვიცი ჩეკისტობიდან პარკის დირექტორობამდე ჩამოქვეითებული რისთვის ბრძანდებოდა. დგას იულიკა ხვინგია თავისი პარკის მოსამსახურეებით ურთ, ირანის პატარ-პატარა დროშებით ხელში. გამოვიდა დელეგაცია. დაინახა ახმედ მირფენდერესკიმ, იულიკა ეცა და გადაეხვია. ამდენი წლის შემდეგ იცნო, სანამ სამთავრობო დარბაზში შახის დედას თუ დას ოფიციალური პირები ელაპარაკებოდნენ, ტელევიზია მუშაობდა. ახმედ მირფენდერესკიმ იულიკა ხვინგიას წვრილად გამოჰკითხა ბავშვობის ამხანაგ მეგობრების ასავალ დასავალი. რაღაც ქაღალდში ჩაიხედა და უთხრა, დაუძახე ყველას, ხვალინდელი საღამო თავისუფალი მაქვს, სუფრასთან გავატაროთ, ბავშვობა და ყრმობა გავიხსენოთო. თავისი ადგილსამყოფელი და ტელეფონის ნომრები მისცა. რა თქმა უნდა, წინასწარ იცოდა და დელეგაცია თავის გზას დაადგა. იულიკა ხვინგიამ ამირან მორჩილაძეს დაურეკა, ასე და ასეა, როგორ მოვიქცეთო. ამირანმა მიუგო, ნაჩეკისტარი კაცი ხარ, შენ უფრო იციო და ამით დასრულდა ყველაფერი. ახმედ მირფენდერესკი ალბათ ამაოდელოდა ზარს. ასეთი ვითარება იყო. ვის გაგაკარებდნენ? მეორე თითქმის ასეთივე შემთხვევა. თავის დროზე ერთ-ერთ ბანაკში ჩვენთან ერთად დამნაშავე გერმანელი ოფიცრების კარგად დიდი ჯგუფი იჯდა. მოგვიანებით კიდევ ერთი კაცი მოიყვანეს, ვენის უნივერსიტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის კათედრის ყოფილი გამგე. რუსულს მშვენივრად ლაპარაკობდა და იმ გერმანელი ესესელებისგან თავის შორს ეჭირა, უფრო ჩვენთან ურთიერთობდა. ფრიდრიხი ერქვა, ფრიცვე წახდით. ჰიტლერს რომ გაუჭირდა, ბებრებიც წაიყვანა ჯარში, მათ შორის ფრიდრიხიც. არც გვიკითხავს და არც თავად ამბობდა რისთვის იჯდა. უკვე სხვა ბანაკში გავიგე, 1955 წლის 17 სექტემბრის ამნისტიით გათავისუფლებულიყო. ეს ამნისტია ადენაურის ჩამოსვლის შედეგად გამოვიდა და შეეხო იმ გერმანელ და არაგერმანელ ტყვეებს, ვისაც სამხედრო დანაშაულში, ანუ ძალადობაში არ ედებოდა ბრალი. ფრიცი ჩემთან მეგობრობდა. ვეშველებოდი საკვებითა და რითაც შემეძლო.
ცხადია, სანამ იმ ბანაკიდან გადამიყვანდნენ. თუ გლეჯვით გაქცევის შედეგად დავშორდით, აღარ მახსოვს, ეს კი იყო ყოველი შემთხვევისათვის ერთმანეთის მისამართები ვიცოდით. გავიდა წლები. დავბრუნდი რეაბილიტაციით. ინდუსტრიული ინსტიტუტის სტუდენტი ვარ. მგონია ბოლო კურსის. გაზეთები აყაყანდნენ. მოსკოვს ავსტრიის პრეზიდენტი ესტუმრავა. ის პრეზიდენტი თბილისსაც ეწვია. მიიღეს დიდი პატივით. ფრიცი გახლდათ. საქართველოს СССР უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან მიღებაზე იყო. როცა თავმჯდომარე ჩვენი რესპუბლიკის შესახებ ლაქ-ლაქს მორჩა, ავსტრიის პრეზიდენტმა სთხოვა, თუ შეიძლება იქითა კორპუსში, ანუ მინისტრთა საბჭოს შენობაში გადავიდეთო. რა თქმა უნდა, დათანხმდნენ. თავად თავმჯდომარეც კი გადაყვა. შევიდნენ კორპუსის ვესტიბიულში. პრეზიდენტმა მოიხედა. კიბეს მესამე სართულზე აყვა. რომელიღაც ოთახთან გაჩერდა და იკითხა. თუ შეიძლება შევიდეო. შევიდა. ჩინოვნიკებს მიესალმა, ძირს დაიხედა და თქვა: ეს პარკეტი ჩემი დაგებულიაო. ჩემთვის ამ ამბის შემდეგღა გაირკვა, თუ რისთვის იჯდა ფრიცი ბანაკებში. ტყვედ იყო. იმ კორპუსის მშენებლობაზე მუშაობდა, სადაც თავისი დაგებული პარკეტი იცნო. საბჭოთა წყობილების მიმართ უკმაყოფილება გამოსთქვა და აკი მიაბრძანეს კიდეც ბანაკში. როგორც შემდგომში გავარკვიე, უკითხი ვარ. ასეთი და ასეთი კაცი ჩემი მეგობარი იყო, იქნება შემახვედროთო. დაუმალეს, არაფერი ვიცითო. ესაც საერთო ვითარების დამახასიათებლად გავიხსენე. ერთი ხანობა ისი ამიცრუდა გული იქაურობაზე, გარემოცვაზე. ჩემი მეგობრებისგან დაცარიელებულ ქალაქზე, რომ ჩემს უკვე თბილისში შეძენილ ახლო მეგობართან, რეზი თვარაძესთან მივედი და უთხარი, რეზი ძმაო, აღარ შემიძლია, ჯანდაბას ინსტიტუტი, აქ ცხოვრება ჩემთვის წამების მეტი არაფერია. იცი განათლება არ მაკლია, სადმე სოფელში ქართული ლიტერატურის ან ისტორიის მასწავლებლობას ხომ შევძლებ, მომაშორე აქაურობას ამ გარემოცვას, ამ ხალხს მეთქი. რეზი დაფიქრდა და პატარა ხანს მერე მითხრა, შენ გგონია საცამი ხვალ იქ უკეთესი ვითარება და ხალხი დაგხვდებაო? ეგ იყო, მივაწექი სწავლას, ავიღე დიპლომი და განაწილების თანახმად ურენგოიში გადმოვედი. მაშინ წესი იყო ასეთი. განაწილებით საქართველოდან წასულებს ფართი ენახებოდათ. ჰქონდა ჩემი ხუხულა თბილისში. შვებულებით რომ ჩამოვდიოდი, ჭერი მხვდებოდა. რა იცის კაცმა, ჩემი ხუხულა იქნება, ისევ ჩემზე ირიცხება? ერთბაშად არ გამოეცხადო სახლმმართველს. რა ერქვა იმ ამა ძაღლს? ერქვაო? ის ეხლაც სახლმმართველია ალბათ, მაგრამ ჩვენ რა? ო, ალექსანდრე ერქვა, სანდალას ეძახდნენ. სხვა სანდალა, შაჰპარუნოვი გახსოვს? როგორ არა, იმ ბოლოშებულების დრო არ იყო? კი, საცოდავი უკვე ღრმად მოხუცებული სანდალა, შაჰპარუნოვი რიყეში შემხვდა. როგორ მიცნო კაცო? ჩემს ახალგაზრდობაში სანამ პირველად ამიჭერდნენ, ჯარიდან დაბრუნების შემდეგ იყო, გასტრონომში ნოქრად მუშაობდა. იქიდან ვიცნობდით ერთმანეთს. შემხვდა რიყეში, რაღაც საწყობი თუ დუქანი ჰქონდა. არა, მაკულატურის მიმღები პუნქტი. შემეხვეწა, შემომყევი ერთი წუთითო. იქვე იყო შევყევი, საცა მაკულატურას იბარებდა. უკანა ოთახის კედლები ლექსებით ჰქონდა აჭრელებული. მანახა. ერთი წაიკითხე თუ მოგეწონებაო. თურმე სიბერეში ლექსების წერა დაუწყია. საკმაოდ რიგიანი ლექსები იყო, 4 კედელი ლექსები როგორია. ვაქე ვადიდე და წამოვედი. ურენგოი. კარგი დღეები მეტი მქონდა ვიდრე ცუდი და გაუსაძლისი. დავდიოდით როგორც მომეხასიათებოდა. ხან თბილისში შვებულებით, ხან მოსკოვსა და ლენინგრადში, ხან მარტო და ხან იმ მამაძაღლთან ერთად. ესპანეთი გახსოვს? ესპანეთში მარტო ვიყავი. იმოხერ ქალთან ურთიერთობაში სიცივე რომ შემოიპარა. რა საოცარი ხალხია. დიდი და თავისებური ერია. მადრიდში რაღაცნაირი მეტროპოლიტენი იყო, ახალი და ძველი. მახსოვს, ძველიდან ახალში უნდა გადავსულიყავი, რომ საჭირო მისამართისთვის მიმეგნო. ვიღაც ესპანელს კითხე, როგორ გადავიდე მეთქი. წამომყვა, ბარე 2 კილომეტრი მატარა, სანამ იქ მოვხვდი, სადაც მჭირდებოდა. ეს პირველი დღეები იყო. მერე მანქანა გამოვიყვანე ქირით. მანქანით მოვიარე მთელი ესპანეთი. თვეზე მეთხანს დავყავი. მიტილენიჩი სანცოვის მისაღებში იჯდა. სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა.
დაძახებას ელოდა. სანსოს მოქალაქეთა მიღება ჰქონდა. ხალხი ბლომოდიყო. დიდი ხნის ლოდინი მოუხდა და როგორც იქნა, მოუწია რიღმა. დაუძახეს. შევიდა. დაბრძანდით, გისმენთ. თუ შეიძლება ძალიან მოკლედ ბრძანეთ, სხვა საქმეები მელის. საღამო ხანია და ღამეც მუშაობთ? ხანდახან მთელი დღე ღამე. ბრძანეთ. მოკლედ არა? ინებეთ. თქვენ ურენგოიში მომარაგება გასაღების სამმართველოს უფროსის თანამდებობა გეკავათ, არა? დიახ, მაგრამ თუ იქაურ საკითხზე ხართ მოსული, ჩემს მაგივრად ახალი კაცია და იმასთან მოგიწევთ მისვლა. სწორი ბრძანებაა, საქმე ის არის, რომ მე თქვენი ერთი იქაური საკითხი მაინტერესებს. მიტილენიჩმა იქაური ხაზ გასმით თქვა. ვინ ბრძანდებით? ბრძანეთ თუ შეიძლება. მიტილენიჩმა მოწმობა მაგიდაზე დაუდო, სანსოვმა ტექსტი ჩაიკითხა. ძებნის უფროსი პოლკოვნიკი. რიგს რატომ ელოდებოდით? მოგეხსენებინათ მდივნისთვის ორიგოდ მიგიღებდით. ძებნის უფროსი და ვის ეძებთ? ბანაკიდან გამოგცეულ პატიმას გვარად კარგარეთელს, რომელსაც იაგორი ჰქვია, მაგრამ დამნაშავეთა სამყაროში გორად არის ცნობილი. თქვენთვისაც გორა იყო. სანსოვი ჩაფიქრდა და კარგა ხნის შემდეგ თქვა. საშინელი კაცია, ტიპური ბოროტმოქმედი, საშიში პიროვნება, უაღრესად საშიში. მე ვიტყოდი, რთული და მოუხელთებელია და არა საშიში. პროფესიული მარბენალია. თქვენ იცით რა არის მარბენალი? ვიცი, კარგად ვიცნობ თავად კარგარეთელს. ერთ ერთ ტრესტში მუშაობდით. კვალიფიციური ინჟინერია, მაგრამ ადამიანი, რომლისგანაც უკიდურეს საქციელსაც კი უნდა მოელოდე. ნაწილობრივ მართალი ბრძანდებით, დაუდასტურა მიტილენიჩმა. ეხლა საქმე ბატონო სანსოვ. თქვენი მოცადეობით, განაჩენის გამოტანის შემდეგ, ვიმეორებ თქვენი მოცადეობით, ბატონო სანსოვ, კარგარეთელმა თავი ამოყო ისეთი მიერ პოლარულ ბანაკში, საიდანაც ახლა ბრუნდებიან. ყოველ შემთხვევაში გრძელვადიანები და პატიმართა სამყარომ ამ ბანაკს ტუპიკ კონტრრევოლუციის შეარქვა. ვფიქრობ, ეს სახელი გულაგის რომელიმე თანამშრომელმა გამოიგონა და ავტორობა შემდგომში პატიმრებს მიეწერათ. ჩემი მეცადინეობით, აღშფოთდა სანსოვი, რა შუაში ვარ, რომელი განმანაწილებელი ციხის უფროსი მე ვნახეთ. თქვენ არა, ბატონო ფელიქს სანსოვ. თქვენი ძმა, ვალერი სანსოვი იყო ირკუტსკის განმანაწილებლის უფროსი. სპეციალური ავიარეისი ჩამოიყვანა კარგარეთელი. ცხადია სახელმწიფოს ხარჯზე განსაკუთრებული რეჟიმის ბანაკში, მაშინ, როდესაც კარგარეთელს სხეულის დაზიანების მუხლით და სასაცილო სასჯელით მსუბუქი რეჟიმის ბანაკში უნდა მოეხადა ვადა. არა, ბატონო პოლკოვნიკო, ირკუტსკის განმანაწილებელმა და არა ჩემმა ძმამ, იმ ბანაკში ჩამოგიყვანათ კარგარეთელი. როგორც პროფესიული მარბენალი, სწორედ მაგვარ ბანაკში ერგებოდა ვადის მოხდა. აი, ბატონო სანსოვ, რა სრულყოფილად ვცოდნიათ კარგარეთელის ასავალ დასავალი, მაგრამ ამაებს ჩემთვის, როგორც ძებნის უფროსისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის, ორივესთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ კარგარეთელი გამოიქცა, 5 თვე იარა და ამჟამად თქვენი ოტრადის სიახლოვეს იმყოფება. გასაგებია? ოტრადაში რა საქმე აქვს? ოტრადაში რა უნდა? წამოიყვირა სანსოვმა. ვერ გეტყვით. თქვენ არ ბრძანეთ უაღრესად საშიში პიროვნებაო. რა ვიცით. სიჩუმე კარგა ხანს გაგრძელდა. სანსოვი ფიქრობდა. მიტილენიჩი გუნებაში მარჩიელობდა, ნეტავი რა სიტყვისო. თქვენ ბრძანეთ ოტრადის მიდამოებში ამჟამად კარგარეთელიო, ესე იგი უთვალთვალებდით და იცოდით რა გეზით მოდიოდა, ხომ? 5 თვე ზამთარში იმ განედებში. დიახ, არავის გვეგონა რომ გამოაღწევდა. გამოაღწია. არა, თუ იცოდით რა მიმართულებით მოდიოდა, ვერ აიყვანეთ ან ვერ გაანადგურეთ. კარგარეთლის განადგურება ბატონმა ვალერი სანსოვმა დაავალა აგრეთვე პროფესიულ მკვლელს მეტსახელად ჟუქს. ვერაფერი გამოუვიდა. ეგ ჩვენ ჩავშალეთ, ვიცოდით ბატონ ჟუქს რას ჰქონდა დავალებული. პირადად მე ვესაუბრე და გამოტეხვის საფასურად და პატივისცემის სახით მორდოვეთის ბანაკებში გადავაბარგეთ. ალბათ გესმით, რომ ბანაკში მომხდარი ყოველი მკვლელობა ადმინისტრაციას სუსტ მუშაობა და დანაშაულადაც კი ეთვლება. არ დაუშვით და სწორედ ამას შეეწირა თქვენი ძმა, ვალერი სანსოვი. იგი ამჟამად ჩადენილი დანაშაულის უარყოფის წყალობით მხოლოდ დაქვეითებულია. დანაშაული ვერ დაუმტკიცდა და რეჟიმის უფროსად არის ქვემო ამურის სამმართველოს ერთ-ერთ ბანაკში. ბატონო სანსოვ, ჩემი აზრით, თქვენი ცა საკმაოდ მოიღრუბლა. რა სიტყვით?
როგორ თქვენ გგონიათ, რომ კარგარეთელი ჩვენს მოსაკლავად გამოიქცა? ჩვენო მრავლობითი ფორმა იხმარეთ? სხვას ვის გულისხმობთ? პოლინა ცეზარევას ჩვენ ორთავის მიმართ ჩაიდინა ის დანაშაული კარგარეთემ. ამისთვის ჩაჯდა ციხეში. თქვენი აზრით შურის ძიებისთვის გამოიქცა? ვერ გეტყვით. შეიძლება ასეც არის. ასიდან მიუგო მიტილენიჩმა. ვინ არის აშნა და რით უნდა აიხსნას მისი ბრმა ერთგულება თქვენდამი? მოულოდნელად შეეკითხა მაზებარი. რატომ ბრმა? და საერთოდ დაკითხვაზე ვარ თუ როგორ? არა ბატონო სანსო. ეს მხოლოდ საუბარია. დაკითხვა ჩემი საქმე არ არის. ამისთვის ხვები არიან. მითხარით, ვინ და რა არის თქვენთვის აშნა, ანუ მოქალაქე ალიბეკ სალიმოვი. სანსომა ბევრი იფიქრა, სანამ კითხვაზე პასუხს გასცემდა. ჩემი მძღოლია. დიდხანს მუშაობდით ერთად, თითქმის ახლო მეგობრები ვართ. აქედან ერთგულებაც. ვინ მოახდინა ავარია, რის შედეგადაც დასახიჩრდა ადამიანი? მძღოლმა მიიღო. აღარ მახსოვს, 3 თუ 5 წელიწადი და კარგარეთელივით სრულიად უკანონოდ მოხვდა ჩვენთან, მკაცრი რეჟიმის ბანაკში. თქვენ იმის შესაძლებლობა გქონდათ, რომ აშნას სადმე აქვე ახლომახლო მოეხადა სასჯელი, როგორ აღმოჩნდა იმიერპოლარეთში. სრულიად შემთხვევით კონტინგენტი მოდიოდა ჩვენსკენ, სრულიად შემთხვევით მოხვდა იმ ეტაპში. ვერ გავითვალისწინე, არ მეგონა თუ ასე შორს უკრავდნენ თავს. გარდა ამისა, სხვა გეგმაც მქონდა. პირობით ვადამდე გათავისუფლება და მოვახერხე კიდეც. კარგარეთელი და აშნა ძველი მეგობრები არიან. წინათაც ერთად იხდიდნენ სასჯელს და ეხლაც ერთად ისხდნენ? სიტყვა გაუწყვიტა სანსოვმა. დიახ და ძმაკაცებიც არიან, არ დაგიმალავთ. ვინაიდან ეს საქმეს არ ავნებს. აშნა მოტრადაში სამსახურის დაწყებისთანავე კარგარეთელს თავისი ადგილსამყოფელი შეატყობინა. საჭიროების შემთხვევაში დახმარებას აღუთქვა და ადვილის შესაძლებელია სწორედ ამისთვის ამ მიზნით მოემართება უტრადისკენ კარგარეთელი. მე თქვენთან საუბარი დავამთავრე, მაგრამ ერთი სათხოვარი მაქვს. ურჩიეთ თქვენს ახლო მეგობარს ქალბატონ პოლინა ცეზარევას. ნუ გამიჯიქდება. შეასრულოს რასაც ვთხოვ, რა თქმა უნდა, ჩვენ ორივე მოქალაქეობრივად ვალდებული ვართ ყველაფერი ვიღონოთ, ესოდენ საშიში ბოროტმოქმედის უვნებელ საყოფად ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში. ბრძანა სანსოვმა. დიახ, მიუგო მიტილენიჩმა. კარგად ბრძანდებოდეთ, გმადლობთ. ჩვენ სექტემბერში ჩავედით ნორილსკში. 6 თვის თავზე დიდი ბელადი საიქიოს გაემგზავრა. მის თანამებრძოლებს როგორც ჩანს ესმოდათ, რომ ცვლილებები აუცილებელი იყო, მაგრამ სახელმწიფო როგორი ამ პრობლემის გარშემო ნაღდია უთანხმოება ჰქონდათ, თორემ ჩეკისტები ასე არ დაიბნეოდნენ. ბანაკების ცხოვრებაში გაუგებარი ვითარება ჩამოყალიბდა. ისე სჩანდა, ვერავის გადაეწყვიდა, გამკაცრებულიყო თუ შემსუბუქებულიყო რეჟიმი. ზემოდან საფიქრებელი არაფერი ისმოდა, თორემ შეუსრულებლობას ვინ გაბედავდა. ერთი სიტყვით ყველაფერი თვითდინებას გაყვა და ფიქრი შეიძლებოდა, რომ თავისუფლება განზრახ მოგვანიჭა ვიღაცამ. ერთი საოცარი რამ მოხდა. მეოთხე განყოფილებაში არალეგალური კომიტეტის თავმჯდომარე იყო უკრაინელი ნაციონალისტი ვლადიმერ ნოსი. ეს იმ ადამიანთაგანი გახდათ, ვისაც სანდომიანობა, გონიერება და სიკეთე ღმრთივ ჰქონდა მონიჭებული. 15 წლისა უკრაინის ერთ-ერთი არალეგალური ორგანიზაციის მეკავშირედ იყო. როცა გერმანელებმა სტაცეს ხელი. საკონცენტრაციო ბანაკიდან გაექცათ. მთელი გერმანია გამოიარა, მოვიდა, არალეგალური მუშაობა განაგრძო. ისევ აიყვანეს, მაგრამ სხვა გვარით, კიდევ გაიქცა. მერე კომუნისტებმა დააპატიმრეს, დახვრეტა მიუსაჯეს. შეუცვალეს როგორც არასრულწლოვანს. ისევ გაიქცა ბანაკიდან. მთელი სიცოცხლე თავისი სამშობლოს და ადამიანის სიყვარულს შეალია. საცალმდა ყოფილიყო უდიდესი ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობდა. გულაგის პოლიტიკურთა სამყაროში კაც ვერ ნახავდი, ნოსის ამბავი რომ არ სცოდნოდა. შეუპოვარი, მებრძოლი და მართალი კაცი. ჩეკისტებსაც კი რიდი და მოგზალება ჰქონდათ მისი. ნოსი დიდი ცხვირის გამო შეერქვა. უშნო კაცი იყო, მაგრამ მომხიბლავი. სწორი თქვა კორობოვმა, პოლიტიკაში გულმართლობა ვერ იბოგინებსო და მართლაც დაიღუპა სწორედ იმ დროს, როცა მისი სული, გონება და გული მოძრაობას ჰაერივით სჭირდებოდა.
იგი კარაგანდის წინააღმდეგობის მთავარი ორგანიზატორი იყო. კონსპირაციის კანონმდებლობის უებრო მცოდნე და პრაქტიკაში გამომყენებელი. ჩეკისტებს ეჭვის მეტი ხელთ არაფერი ჰქონდათ. ამდენად ბოლომდე ვერაფერ შეამხილეს, თუმცა ციხეებსა და საჯარიმო იზოლატორებში ლამის ამოალპეს. იქიდანაც ახერხებდა მოძრაობის ხელმძღვანელობას. დაიღუპა მეტად საეჭვო ვითარებაში და ეს ეჭვი დადასტურდა კიდეც. კლასიკური შემთხვევა. ბანაკი ნახევრად იყო დესტაბილიზებული. ბრიგადები სამუშაოდ დადიოდნენ, მაგრამ კეთებით არაფერს აკეთებდნენ. ჩათვლები ერთი დღეს სამ დღეთ, თუ კი ნორმას გადააჭარბებდი, მოქმედებდა. ვისაც სჭირდებოდა. ანუ ვადის დამთავრებამდე ცოტა გააკლდა. მუშაობდა. ნოს ბრიგადა დაჰყავდა ქალაქის მშენებლობაზე. ეს ნიღბადაც ესაჭიროებოდა. თანაც კარგახნის ნაჯდომი იყო და ჩათვლების დაგროვების სურვილს თამაშობდა. ჩეკისტების აყურადღებოდ, რა თქმა უნდა. ამ წეს სინკარი მოსწყდა, ნოს დაეცა და იქვე მოკლა. ახლო მეგობრები ვიყავი, ძალიან მიყვარდა, მძიმედ განვიცადე. ამდენ ჭირ გამოვლილი, ასე ყოველმხრივ დადებითი და ყვაწლმოსილი პიროვნება. ასეთი ტრივიალური სიკვდილით ნორილსკის ამბების გახსენებისათვის ამას მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც გავიხსენე. სწორედ ის დროა ბატონი ჩანძოლინიც გავიხსენოთ, რომელიც ამჯერად კი არ მეზმანა, არამედ გორლაგის მეხუთე ბანაკში დამხვდა, როგორც ფიზიკური სხეული, ცოცხალი არსება, ასე ვთქვათ, ნორმალური სულიერი. ზოგადად ბანაკში კი არა, სექციაშიც მიმიყვანეს და ადგილი მომიჩინეს. ჩემს გვერდით ნარზე, ისევ მარგალიტით მოვაჭრე გახდათ, იმ განსხვავებით, რომ ქვაბუნა ეჭირა და ბალანდას ხურებდა. ძველი ძმაკაცებივით შევხვდით, ლამის გადავკოცნეთ ერთმანეთი. ეს შეხვედრა დღემდე ფანტასმაგორიად მიმაჩნია, რადგან მისი გამოცხადება ხან რეალობა მგონია, ხან ხილვის განმეორება და სიმართლე ალბათ ის არის, რომ ეს კაცი ჩანძოლინი კი არა, სხვა ჩინელი იყო, მაგრამ ჩანძოლინად მოვლენილი. ერთი პატარა კი მქონდა გაგონილი ჩინელზე, რომელიც მეხუთე ბანაკში იხდიდა ვადას. სწორედ ეს აღმოჩნდა. პატერაკი სამზარეულოსთან კერძოდ ბალანდის გამო შემთხვევია. რახან ჩანძოლინი ვთქვი, ეგრე იყოს, მით უმეტეს რომ ნამდვილი გვარი არასოდეს მცოდნია და ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩაის დიდებულად აყენებდა, რის გამოც პირადად მე ჩაიძოლინობით უხმობდი. ხო, ახლა პატერაკი. ამ ჩინელს ქონია ცხოვრებაში ბედნიერი დრო, როცა სამუშაოდან დაბრუნების შემდეგ სამზარეულოში გვიან ღამემდე მუშაობდა და სტომაქი ერთთავად სავსე ჰქონდა. ერთხელ ზედმეტი მოუვიდა, ნაწლავები გადაეხლარდა. მკვდარი ეგონათ, მორგში წაიღეს. იქ შესცივდა თუ სხვა რა მიზეზით გამოცოცხლდა, ცნობილი არ არის. როცა ლაზარეთიდან დაბრუნდა, დამპალი ქაშაყიდან თეთრი მატრები, ეგრეთ წოდებული პრიგუნკები უკვე სხვა სამო ჰქონდა. თანამდებობა დაკარგული აღმოჩნდა. აი მაშინ და ამის შედეგად გაითქვა სახელი ჩანძოლინმა სრულიად გულაგში. ბალანდის ქურდობის მანამდე უცნობი ხერხი შეიმუშავა. სახურავიდან იპარავდა. როგორ? ბალანდის ქვაბებს ვეება სავენტილაციო ქოლგა რომ ადგათ, იქიდან ხომ სახურავზე ათი საურთკლი მილი და იმილზე ხომ საფეხურებია მიდუღებული. ჩანძოლინი დაკვირვებული კაცი გახდათ. სამზარეულოს მოქმედება საგულდაგულოდ ჰქონდა შესწავლილი. სახურავს მაშინ ესტუმრებოდა ხოლმე, როცა სალაფავი უკვე მზად იყო. წყნარად თუხთუხებდა და მზარეულები მოპარული მორზვერის, ანუ ზღვის ნადირის ხორცეულით ელოლიავებოდნენ მარად მშფოთვარე მადას. ამ რიტუალს ისინი გამკის კაბინეტში შეკეტილები ასრულებდნენ ხოლმე. ქვაბებთან არავინ იყო და მაშინ ეშვებოდა სავენტილაციო ქოლგის მილიდან საგანგებო კონსტრუქციის 3 ლიტრიანი ჭურჭელი 800 ლიტრიანი ქვაბის ზუსტად შუაგულში. ცისქვეშეთში ხომ ყველაფერი ამავოება და წარმავალია. მზარეულები ბანაკებში ერთობ დაუნდობელნი და მრისხანები არიან. ჩანძოლინს ჯერ ნახევარი სიცოცხლე წაართვეს. გვემით, მერე იმავე ქვაბში ჩააგდეს, საიდანაც იკვებებოდა და ცეცხლი შეუნთეს, მაგრამ ღმერთი მოწყალია და მისი განგებით იხსნა მოხარშვისგან შემთხვევით შემოსრებულმა მორიგე ზედამხედველმა გამჭრიახი და ფსუნაგი ჩინელი. ეს კაცი დაბადებითვე ჩია იყო და ბანაკებში იმდენად აპატარავდა, რომ ლანს ჰგავდა. ხალხში მისი შემჩნევაც კი ჭირდა, მაგრამ დამშეული და ალბათ ამიტომ საქციელით მონებრ მორჩილი გახლდათ.
უთყვი, ჩუმი ხასიათის, ჩაბნელებული თვალების პატრონს, გონებრივი შესაძლებლობების სასლას გაუგებდი. მით უმეტეს, როგორ წარმოვიდგენდი, რომ საცოდავ ჩანძოლინს შეთქმულებების, გადატრიალებების, რევოლუციების, ეროვნულ განმათავისუფლებელი ბრძოლებისა და სხვა ამგვარი ქმედებათა თეორიასა და პრაქტიკაში სწორუპოვარი ცოდნა გამოცდილება ჰქონდა. ერთ დღეს სამუშაოდან დავბრუნდი, ბარაგზე განცხადება ვნახე. ვიძლევი გამარჯვების ტექნოლოგიის გაკვეთილებს. მეოთხე სექცია, ჩინელი. მოკლედ და გასაგებად, ვიფიქრე გაუჭირდა ჩანძულინს და ქამანდი ვუტყორცნა მეთქი. იმ საღამოს განცხადებას არავინ გამოხმაურებია. მეორე საღამოს ორნი მოვიდნენ, მაგრამ ჩანძულინმა აპრუ უქნა. ხუთკაციანი მაინც უნდა იყოს ჯგუფიო. გამოჩნდნენ პატარ-პატარა ლიდერები და ჩანძულინმა რაღაცნაირად შეძლო მათი ყურადღების მიქცევა. ერთხელ კომიტეტის ხდომიდან დავბრუნდი. ჩანძულინი მაგიდის თავში იჯდა. შეგირდებს მორიგ ლექციას უკითხავდა. შეგირდი უკვე იმდენი იყო, რომ იატაკზეც ისხდნენ. წამოვწექი, მივაყურე, აზრმა გამიელვა. ამას თამადობა თუ დამშვენდებოდა, არ მეგონა მეთქი. სულ სხვა ჩანძულინი გახლდათ, ღირსებით ახსავსე, თავდაჭერილი და ასე გასინჯეთ გარეგნობითაც არაუშავდა რა. რატომღაც მგონია, ტიბეტური მედიცინის ლექციებს იქაური სწავლულები სწორედ ასეთი ტონითა და სტილით კითხულობენ. თავაზიანად, ხმის მშვიდი ტემბრით, ძუნწი ჟესტიკულაციით, ერთადერთი ჭეშმარიტების პრეტენზიით. ასე ქადაგებდა. ჩვენ სრული კურსის ის ნაწილი უკვე გავიარეთ, რომლის ქვაკუთხედს წარმოადგენდა დებულება, ხელმოცარულთა ბოლო თავშესაფარი პოლიტიკანობაა. ეხლა ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ რა შემთხვევაში ვერ აღწევს ადამიანი დასახულ მიზანს, რა თვისებებით მოდის პოლიტიკაში. გამარჯვების მთავარი პირობა უნიჭობაა. ნიჭი თუ გაქვს, საქმეს ვერ მოერევი, მიზანს ვერ მიაღწევ. მაგრამ მხოლოდ უნიჭობა არ გმარა, აუცილებლად საჭიროა იმის რწმენაც, რომ დამარცხებათა მიზეზი შენზე კი არა, გარემოცვაშია. კარგი, მაშასე, თქვენ აუცილებლად უნდა იხელმძღვანელოთ იმით, რომ ბრძოლის გააქტიურებას, გამარჯვებას სათანადო სიტუაცია სჭირდება. მასა, რომელსაც მიმართავთ, ანუ თქვენი მანიპულაციებისთვის დასახული ნიადაგი მზად უნდა იყოს მარცვლის მიღების, გაღვივებისა და ყლორტის ამოტანისათვის. მიაქციეთ ყურადღება. ახალგაზრდების პოლიტიზებულმა ნაწილმა წვერულვაში მოუშვა. ეს ნიშნავს, რომ რევოლუციური სიტუაცია მწიფდება. იღიმებით, ისტორიით დადასტურებული სიმპტომია. ახლა უპირველესი ამოცანაა მხილებულ და ბანაკიდან გაძევებულ იქნას ყველა დამსმენი. თუ შემორჩება კიდევ ვინმე ასეთი და უფროსებმა გამოუძახეს, ან სულ არ უნდა მივიდეს, ან ვალდებულია მოწმე დაისწროს. პატიმართაგანი, რომ ცნობილი გახდეს, რისთვის გამოუძახეს. სხვათა შორის ეს წესი ყველაზე ვრცელდება, გამორჩევლად რეპუტაციისა. თავის მხრივ ჩეკისტებიც ერიდებიან ბანაკში ჩარჩენილ აგენტთან ურთიერთობას, მისი მხილების შიშით. ყველა სემინარს მხართეწოზე წამოწოლილმა მოусმინე. ბრძოლის მეთოდთა მქადაგებელს აუდიტორია არ შეუცვლია. სემინარებს ჩვენსავე ბანაკში ატარებდა. მხოლოდ მსმენელთა შემადგენლობა განახლდა რამდენადმე. მე ისე განსაჯე, რომ არ მოვიდოდნენ ისინი, ვინც პარანოია და მანია გრანდიოზა იუკადრისა. ხოლო დაემატნენ, ვისაც ეს ორი სენი ღირსებად მიაჩნდა. სტალინის სიკვდილისა და ბერიასთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ, როცა ხელისუფლება რამდენიმე თვით მალინკოვის ხელში მოექცა, ჩანძულინის ასეთი ლექცია მოვისმინე. სისტემის ავტორი აღესრულა, უკვე ჯოჯოხეთშია. მისმა კლევრეტებმა ხელისუფლება ვერ გაიყვეს, ჟანდარმთა მამამთავარი მოაშთეს. კერძოდ ამ გარემოების გათვალისწინება აუცილებლად გმართებთ, რადგან მოღვაწეობის გზაზე ადვილი შესაძლებელია შეიქმნას ვითარება, როცა იზოლებული იქნებით თქვენსავე თანამებრძოლს აზღვევინოთ ერთად ჩადენილი შეცდომა თუ დანაშაული. მრავალგზის ნაცადი ხერხია. ყოველთვის სასურველ შედეგს იძლევა. ჩვენი სასპარეზი გვაინტერესებს, სადაც მოღვაწეობთ. გულაგი მოგეხსენებათ დიდ ბელადს, პარანოიასა და კანდიდების მანიის გარდა ტერორის აკვიატებული შიში აწვალებდა. გულაგის დაარსების ერთ-ერთი მიზეზი ესეც გახდათ და არც მისი გარემოცვა იყო პერმანენტული რეპრესიების წინააღმდეგი. პირიქით,
ისინი მაშინ გრძნობდნენ თავს მშვიდად, როცა მათი შესაძლო კონკურენტები ციხეებში საიმედოდ იყვნენ გამოკეტილი. სწორია, შეაწყვეტინა ერთ-ერთმა შეგირდმა. აი მაგალითად, ჩემი ნათესავი ალექსანდრ სერგეევიჩ შჩერბაკოვი მარტო 1936-38 წლებში სულ 2 წლის მანძილზე 4 სხვადასხვა ოლქში პირველ მდივნად იყო. გამოცდილება ჰქონდა. ოლქიდან ოლქში რეპრესიების ჩასატარებლად დაჰყავდათ. 4-ვეში წარმატებით იმუშავა. ძალიან ერთგული იყო. მამაჩემიც კი არ დაინდო. გულადის სახელმწიფოსთვის არ არის მეტი რომ არაფერია, კარგად მოგეხსენებათ. უთუოდ იმაზეც დამეთანხმებით, რომ ეს სისტემა კომუნიზმის მტრების აღსაზრდელი უნივერსიტეტია. ვერცერთი უმაღლესი სასწავლებელი ვერ ამზადებს დარგის ესოდენ კვალიფიციურ სპეციალისტებს. ხელისუფლებისთვის ყოველივე ამაზე საშიში ის არის, რომ მილიონობით პატიმარს 60-ზე მეტი ოჯახის წევრი, ნათესავ მეგობარი და გულშემატკივარი ჰყავს. რეპრესირებულის გულშემატკივარი კომუნიზმისა მოქმედი თუ არა პოტენციური მტერი მაინც არის. ამათი განეიტრალებაა საჭირო. ამას გარდა ახალმა ხელისუფლებამ ახალი საგარეო პოლიტიკური კურსი დასახა. ჩანძოლინი დადუმდა. ადგა, ხელები გავაზე შემოილაგა და ბოლთას მისდგა. მგონია, ლექციის მეორე ნახევრი შინაარს ამუშავებდა და მე თუ მკითხავს ვინმე, კარგათაც გამოუვიდა. წარმოვიდგინოთ უფართოესი ამნისტიები, კმაყოფილი ადამიანები, თავისუფალი მუშახელი, ჩაშვავებული ბანაკები, ფულადი რესურსების ეკონომია, თავისუფალი მსოფლიოს რეაქცია. 10 მილიონობით ადამიანის გულის მოგება შეიძლება. რა მოხდება ამას? ჩიხი. ხელისუფლებისთვის გამოუვალი მდგომარეობა. გარდუვალობით ნაკარნახების საბედისწერო შეცდომა. თუ ხელისუფლებაში რეაქციონერებმა იმარჯვეს, უნდა გვესროლონ, მსოფლიო ააყაყანონ და მერეღა გველაპარაკონ. თუ რეფორმების მომხრეებმა რეაქციონერებს ზლიეს. ხელისუფლება ამ თავითვე დათმობის გზას უნდა დაადგეს. ვითარება ორივე შემთხვევაში ჩვენ სასარგებლო წარიმართება და მაშინ გაუმარჯოს დემოკრატიის ჰიპერტროფიას, ანუ ქაოსს. ეს რისთვისაც არის საჭირო მომავალში გაიგებთ. ჯერ უახლოესი ამოცანაა დესტაბილიზება. არალეგალურ კომიტეტს გადავეცი ჩაძოლინის ნათქვამები. მცირედი კამათის შემდეგ გადაწყდა. ქაოსზე გვემუშავა და რა თქმა უნდა ჩანძოლინი რაშუაში იყო. ამ გზის სარჩევანი ჩვენს საკუთარ ჭკუას, უფრო სწორად კომიტეტის თავმჯდომარეს სვიატოპოლკს მიეწერა. საქმე ისე დატრიალდა, რომ სამუშაოდ გასვლა თითქმის სავალდებულოც აღარ იყო. ვისაც როგორ სურდა ისე დადიოდა. ო, რა მინდოდა მეთქვა, ყველა დროის ყველანაირ ხელისუფლებას ომში უპირველესად ახალგაზრდობა მიჰყავს. ასე იმიტომ არის, რომ ახალგაზრდას გული ერჩის, თავს ადვილად სწირავს, იგი უფრო ინსტინქტებით ხელმძღვანელობს ვიდრე გონებით. აჯანყება გზნებით აღსავსე ჭაბუკია და ამით იმარჯვებს. მარც ხდება, როცა საქმეში ასაკოვანი ინტელიგენტის ანალიზისა და განჭვრეტის უნარი აქტიურად ჩაერევა. შეისწავლეთ აჯანყების ისტორია ამ კუთხით. მოგეხსენებათ, არიან სხვა ჯურის ინტელიგენტებიც, ვინც ცხოვრებაში ხელმოცარული დარჩა. ისინი ყველაფრის მიმართ ბოღმით, ცინიკურად არიან განწყობილი და ამ თვისების მეშვეობით ლამობენ მოღვაწეობის ახალ სფეროში შეღწევას. იქ თავის დამკვიდრებას და თავკაცობის ხელში ჩაგდებასაც. გამიგეთ, დიახ, მესმის, მერე უნდა წავიდნენ ბანაკიდან. უმრავლესობა სიხარულით წავა. საფრთხეს გაერიდება, ზოგი თავს გამოიდებს, თქვენთან ერთად უნდა მოუკვდეო, იყვნენ ბატონო არაფერია. ეგ ხომ სვიატოპოლკმა უკვე გააკეთა. პირკინის ჯგუფის საშუალებით ავიხმებით დაუყარა და როცა ეს განაწყენებული ინტელიგენტები საყვედურისა თუ განმარტებისთვის მივიდნენ, ასე უთხრა, მე ვიცი რომ ჩეკისტების აგენტები ხართ და ახლა თქვენი რიგია, ვინც არ არის თავი იმართლოსო. ბევრმა მიაშურა ვახტას და დარჩა ის ნაწილი, ვინც ალალი გულით არის აჯანყების მომხრე. თუმცა შესაძლოა რომ მათ შორის აგენტებიც არიან. კარგი, მაგას თავი დავანებოთ. თქვენ იცით ვინ არის სვიატოპოლკი და რატომ შეერქვა ეს სახელი? არა, მე ვიცი. მაგან კიევის მთავარ სვიატოპოლკივით საკუთარი ძმები დაახოცინა. პოლიტიკური წინააღმდეგობის საბაბით. ვალოდიანოსის სიკვდილზე დაფიქრებულ ხართ? იმ ინტელიგენტების ამბით ჩეკისტების აგენტები ხართო. შესაძლო კონკურენტები ჩამოიცილა. გზას იწმენს, გასაგებია. მაგას აჯანყების იდეა ფიქსი აქვს.
კანდიდების მანიას სჭირს და როგორც ხელმძღვანელი ყველას გჯობთ. თქვენ ისიც იცით, რომ მას თავისი საკუთარი კაცები ყავს, საკმაოდ დიდი ჯგუფია. ბერგენის მეთაურობით. ისინი ხალისით ასრულებენ სვიატოპოლკის ყოველგვარ დავალებებს. მკვლელობის ჩათვლით. რატომ? იმიტომ რომ პარანოიას გენიალობას თვლიან. იცით რატომ ვბედავ ყოველივე ამის თქმას? ერთი იმიტომ რომ გძნობ თქვენს დამოკიდებულებას სვიატოპოლკის მიმართ და არ გამცემთ. მეორე, მე აქედან სულ მალე წამიყვანენ. თქვენ და მინცმა მთავრობის მიმართ მოთხოვნები რომ დასწერეთ, წაკითხული მაქვს. უცხოელთა დაბრუნება სამშობლოში. ამას გარდა მოთხოვნებში გაქვთ პუნქტი, რომლის თანახმად პატიმართა მასა მოითხოვს, რომ მთავრობამ ჩვენ მხარეთ გცნოს. ეს სვიატოპოლკმა ჩაგამატებინათ და პირადად თავის სასარგებლოდ აპირებს ამის გამოყენებას. მე მოვრჩი. ახლა ჩემი სული თქვენს ხელშია. მეხუთე ბანაკი მამაკაცებისა იყო. მეექვსე ქალებისა. ბანაკებს აქაც მავთულ ხვართის საცეცხლე ზონა ჰყოფდა. საღამოს იქიდან ქალები მოადგებოდნენ ხოლმე, აქედან მამაკაცები. უმთავრესად ერთი მხრისანი. წერილი თუ რომელიმეს ჰქონდა შინიდან მიღებული, ახალ ამბებს უზიარებდნენ ერთმანეთს. არშიყობა და მასყრობაც იყო. ერთობოდნენ. კოშკურებზე მდგომი გუშაგი ამას არასოდეს აღუშფოთებია. თუ მეხსიერება არ მღალატობს, 1953 წლის 3 თუ 4 მაისის საღამო იყო. ბარაკის ფრთაზე ახალგაზრდები იდგნენ, გოგოებს ელაზღანდარებოდნენ. ბადრაგმა სრულიად მოულოდნელად ტყვიამფრქვევის ცეცხლი გახსნა. რამდენიმე კაცი დაეცა, ზოგი უსულოდ და სამუდამოდ, ზოგიც მძიმედ დაჭრილი. ამან მოთმინების ფიალა აავსო, ბანაკიდან ადმინისტრაციის ყველა წარმომადგენელი გააწევეს. საყოველთაო გაფიცვა გამოვაცხადეთ. მეორე დილით ტაიმერის ნახევარკუნძულის ყველა ბანაკი გაიფიცა. გაჩერდა ყველაფერი. ქალაქ ნორილსკის მშენებლობა, სპილენძის ქვანახშირის, რკინის, კობალტის, სხვა ფერადი ლითონების მოპოვება, გადამუშავება. შეწყდა საზღვაო და სამდინარო გემების დატვირთვა დაცლა. თავისუფალი მოსახლეობა პანიკა მოიცვა. ბანაკების გარშემო სანგრები გაჩრეს, საცეცხლე წერტილები მოაწყვეს, სადარაჯო კოშკურებზე დინამიკები დააყენეს, გამოჩნდნენ ვიღაც პოლკოვნიკები, სადეს მოლაპარაკების დაწყება. ბანაკების საგაფიცვო კომიტეტებმა ასე დაბალი თანამდებობის პირებთან საუბარი ერთხმად უარყვეს. მაშინ მატერიკელი გენერლები გვეწვივნენ, მახსოვს როგორი გაკვირვებული სიფათები ჰქონდათ. აქაოდა განა ისეთი რა მოხდა, რომ ამხელა აურსაური ასტეხეთო. მთავრობის წარმომადგენლებს მოვითხოვდით. ჩვენი პირობები ხელიდან ხელში ოფიციალურად გადაცემა გვსურდა. შეგვპირდნენ, მაგ დათმობაზე სწავალთო. კომიტეტის სხდომაზე საბოლოო სახე მივეცით დოკუმენტს, რომელსაც ერქვა კომპარტიის პოლიტბიუროს სსრკ მინისტრთა საბჭოს. სამგვერდიან პრეამბულას მოსდევდა მოთხოვნათა 12 პუნქტი. პირველი, სანომრო სისტემის გაუქმება, იგულისხმებოდა ნომრები ჩვენი გვარსახელის მაგივრობას რომ ასრულებდა და გვეკერა მკერდზე, მარცხენა მკლავზე, მარჯვენა ბარძალზე და ქულზე. მეორე, ბარაკების გაღება, ანუ იმ წესის გაუქმება, რომლის თანახმად საღამოს 7-დან დილის 6 საათამდე ჩაკეტილში ვისხედით. მესამე, გისოსების მოხსნა საცხოვრებელი სადგომებიდან. მეოთხე, მიწერ-მოწერის თავისუფლება. ოფიციალურად წელიწადში 2 წერილის მიწერის უფლება გვქონდა. პრაქტიკულად არც ეს ხდებოდა. მეხუთე, პატიმართა მასის ცნობა მხარეთ. ამით გვინდოდა მიგვეღწია ისეთი ვითარებისთვის, როცა ყველა საჭირბოროტო საკითხი ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებით, ურთიერთშეთანხმებით გადაწყდებოდა. მეექვსე, 8 საათიანი სამუშაო დღე. 10 საათიანზე ნაკლები დღიდან გულაგის დაარსებისა არც ერთ ბანაკში არ ყოფილა. მეშვიდე, ყველა უცხოელის გაყვანა პატიმრობის ვადის თავიანთ სამშობლოში მოსახდელად. თუ მათი კანონი ამას საჭირო ჩასთვლის. მცირევადიანი პატიმრების გაყვანა ცალკე ბანაკში, სანამ მათი მომავალი გადაწყდებოდეს. მეცხრე, ინვალიდების გაყვანა და დაუყოვნებელი გათავისუფლება. ამ სამ პუნქტს მათი პირდაპირი აზრისა და დანიშნულების გარდა ის ქვეტექსტიც ახლდა, რომ მზად ვიყავით სისხლიანი წინააღმდეგობისთვის და არ გვსურდა ადამიანები, ვისაც მალე გათავისუფლების პერსპექტივა ჰქონდა. მეათე, წვრილშვილი ქალების დაუყოვნებელი გათავისუფლება, რისთვისაც არ უნდა ჰქონოდათ მისჯილი პატიმრობა. გარდა წინასწარ განზრახული მკვლელობისა და ამასთან გათანაბრებული დანაშაულისა.
მე-11 ოსოს ლიკვიდაცია. ასე ერქვა ორგანოს, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა უფლება უშიშროების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე და უსწრებლად გამოეტანა განაჩენი 3 წლიდან დახვრეტის ჩათვლით. მე-12 უკლებლივ ყველა პოლიტიკური საქმის ხელახალი გამოძიება. იგულისხმებოდა არა მარტო ამჟამინდელი პატიმრების საქმეები, არამედ უშიშროების ორგანოების მიერ ოდესმე გამოძიებული ყველა საქმე. მიმართვა უფროსობას გადავეცით. არავითარი რეაქცია. სვიატოპოლკის აზრით ტექსტი ხალხისთვისაც უნდა წაგვეკითხა. მოედანზე მივიტანე. არავინ იყო. სტადიონზე არიანო, წავედი. აუარებელ ხალხს მოეყარა თავი. სვიატოპოლკი კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად ტრიბუნასთან იდგა. მიმართვა გადავეცი და ვკითხე. მიტინგი სტადიონზე რატომ დანიშნეთ მეთქი? მოედანი მოფარებულზეა. ნახონ ჩვენი ერთსულოვნება ჩეკისტებმაო. მითხრა. ტრიბუნაზე ავიდა და კითხვას შეუდგა. ხალხი სულგანაბული უსმენდა. მავთულ ხვართების გადაღმა დიდშინიან უფროსობას მოეყარა თავი. იმდენნი ერთად არასოდეს მოსულან, იდგნენ, ისმენდნენ. სვიატოპოლკმა ის იყო მიმართვის კითხვა დაამთავრა, რომ იქ სადაც მავთულ ხვართის გადაღმა ჩეკისტები იდნენ, რაღაც ჩოჩქოლი ატყდა. ვიღაცეები ჩეკისტებს ქვას უშენდნენ. ბარიათნი იყვნენ, ქვის მსროლელებს პირკინი მეთაურობდა. პრიკრატით დაიღრიალა სვიატოპოლკმა. მომებრუნდა და მითხრა. Збегай успокой, негодяев, და ტრიბუნიდან ისკუპა. თავს უშველა. ადგილს მოუწყლი, ნახევარი მანძილი მექნებოდა გავლილი, რომ ბრძანება გაისმა. აგონი! ტყვიაფრქვევი აკაკანდა. მიტინგი კი არ გაიფანდა, გააქრა. აც დაავით ისევ გაისმა და ცეცხლი შეწყდა. სტადიონზე რამდენიმე ათეული დაჭრილი და მოკლული იწვა. მათ შორის პასკვილების თხზა გავრცელებისთვის უნივერსიტეტიდან გარიცხული მარად პირკინიც. გაშეშებული ვიდექი. გონია აზროვნების უნარი აღარ მქონდა. მექანიკურად ვათვალიერებდი იქაურობას და ჩავილაპარაკე. ნოსტრადამუს. ეს რომელიღაც გვირგვინოსანი ქალის წამოძახილია, არა? მივიხედე. ჩანძოლინი იყო და უნებლიეთ მიუგე. ეკატერინე მედიჩის. თავჩაგინდრული იდგა, ვითომ იმ საზარელი საქმის თანამონაწილე ყოფილიყო და გამახსენდა წინა საუბარში ნათქვამი მისი ბოლო სიტყვა ფრთხილად. დაჭრილები ღრიალებდნენ, კვნესოდნენ, შველას ითხოვდნენ, მაგრამ ახლო-მახლო არავინ ჩანდა. გავიციე რაიმე მკაფიოდ გაცნობიერებული განზრახვა არ მქონია, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ დახმარება იყო საჭირო და გავიციე. ჩანძოლინმა ხელი მტაცა, არ წახვიდე. ხედავ, ჯერ ისევ მანდარიან, კიდევ რაღაცას აპირებენ. პირკინმა თავისთავად ზომაზე მეტი იცოდა. შენ რომ გამოგგზავნა, ნუ გეგონება გზიდან ჩამოსაცირებელთა შორის პირველი იყო. შენ, ისე ვინც ხელთ მოხდა, სხვებზე ახლო იდექი. წესით რობერტი სორსკი და ის გულუფრყვილო ენთუზიასტი, როგორ ეძახიან ოპოზიციონერი, დისკანტი. ეგენი სვიატოპოლკს პოპულარობით საცაა აჯობებენ. მაგათ ჩამოცილებას აპირებდა გზიდან. არ გამოუვიდა. ოფიცრებმა საქმის ცოდნით მოათვალიერეს სტადიონი. კიდევ რაღაც განკარგულებები გასცეს და ბრძოლის ველი დასტოვეს. ბარაკებზე შავი დროშები აფრიალდა. 3-4 დღეს კიოდა და ღრიალებდა ტაიმერის ყველა ბანაკი. კიოდნენ ქალები 6000 ერთხმად. დაუვიწყარია ასეთი რამ, ადამიანმა სიცოცხლეში ერთხელ შეიძლება გაიგონოს და ისიც იღბლის რჩეულმა. სტადიონზე გავთხარეთ საძმო საფლავები, დაღუპულები დავგზავნეთ და სამგლოვიარო მიტინგები მთელი კვირა გრძელდებოდა. ჩანძოლინს ვკითხე, ჩეკისტებმა რა მიზნით ჩაიდინეს ეს საზისღარი დანაშაული, რაში სჭირდებოდათ მეთქი. ყოველთვის არა, მაგრამ ზოგი რევოლუციის გარკვეულ ეტაპზე განმათავისუფლებელი მოძრაობისა და რეაქციის მიზნები ერთმანეთს ემთხვევა. მეტიც იწყება პროცესები, მოვლენათა ისეთი განვითარება, როგორიც ორივე საძლევს ხელს. ხდება მოწინააღმდეგეთა ლიდერები შეთანხმებულადაც კი მოქმედებენ. აქ ჩვენი რევოლუციის პირობებში ასეთი ვითარება შესაძლოა ახლო მომავალში ჩამოყალიბდეს. ამჯერად კი ვფიქრობ, მიზანთა დამთხევა მოხდა. ტრაგედია წინასწარ შეთანხმებული არ იყო. სვიატოპოლკის მიზანი ნათელია. სისხლი, ჩეკისტებს სხვა რამ ამოძრავებდა, კერძოდ მაგათთვის ცნობილია, რომ ტონუსი დაეცემა და ბანაკებში ოპოზიცია იმძლავრებს. ასეთ ვითარებაში ან მოვლენების თვითდინებაზე მიშვებაა საჭირო, ან დაშინება.
ის ოფიცრობა ვფიქრობ მიტინგის მოსასმენად არ მოსულა. აქცია წინასწარ იყო განზრახული და აქ საბაბიც მივთავაზეთ. სვიატოპოლკმა აჯობა. დაშინება ვერ განხორციელდა. ამას იქით ერთად შეთანხმებულად იმოქმედებენ. ერთ დღეს კოშკურიდან მაინც დაიძახეს უფროსობა მოვიდაო. ჭიშკრიდან 20 მეტრით დაიხიეთო. ვინც ახლო-მახლო იყო დაიხია. ჭიშკარი გაიღო და ასეთი სანახაობა წარმოგიდგა. არც ერთი ოფიცერი, ჯარისკაცების ორმაგ ალყაში მოქცეული ერთი გენერალი და 2 სამოქალაქო პირი. სიჩუმე ჩამოვარდა. კაცი ბუზის ბზუილს გაიგონებდა. ვიდექით, ლამის პირღია შევსქეროდით ერთმანეთს. ჩვენ გაკვირვებულნი, ისინი ცუდად შენიღბული შიშით. Здравствуйте, работяги, დაიძახა სამოქალაქო პირმა. ისევ სიჩუმე იყო. ვერ ვიტყვი ვინმე თუ შეამჩნია, მე ყურში არ მცემია ჩანძოლინმა ჩამჩურჩულა. ზეკებს გვეძახდნენ რევოლუციის შემდეგ და დღემდე. ეს რობოტიაგი რაღაც უნდა ნიშნავდესო. მართლა, შეხედე მაგათ, გამოეხმაურა Святополки და მოსულებს დააკვირდა. Ну что, будем беседовать? Или уйти нам? Где там ваши, как их, представители? ჩვენი მუდმივი დესპანები აქვე იდგნენ. Святополкს შეაჩერდნენ, წავიდე თუ არაო. ამას არ ეცალა თვალმოუწყვეტლივ გასცქერო და მოსულებს, ამიტომ ერთ-ერთმა დიპლომატმა მე შემომხედა. თავი აუქნია წადი მეთქი და წავიდნენ. დიპლომატები უკვე მრავალგზის ნათქვამსა და გაზეპირებულ ტექსტს აბულბულებდნენ. Святополкმა ერთხანს უსმინა, სიტყვა ჩამოართვა, ლაპარაკობდა თანდათან ემატებოდა გზნება. ასე იცოდა ხოლმე, მოთხოვნის ყოველი პუნქტის განმარტებისას უნებლიეთ ოდნავ წინ მიიწევდა და როცა ასე ჩოჩიალით ჭიშკრის ღრუბს გადაადგა ფეხი, ჯარისკაცებმა ხელი სტაცეს, გაითრიეს და ჭიშკარიც უმალ დაიხურა. მოიტაცეს ჩვენი Святополки. ბრბო ერთბაშა დაყვირდა, ტყვიან ფრქვევები აკაკანდნენ. გავიქეცით ვინ საით, ჰაერში ისროდნენ. არავინ დაშავებულა. კარგად დაგეგმილი და შესრულებული ოპერაცია იყო, რაც მართალია. მოვედით თუ არა გონს, ქალებს ვანიშნეთ და შეერთებული ძალებით ისეთი ღრიალი ავტეხეთ, ლამის ცა ჩამოქცეულიყო. Святополкის დაბრუნებას მოვითხოვდით. ისევ წამოფეთქდა ტაიმერი და ატყდა ნორილსკის თავისუფალ დასახლებაში პანიკა. შუადღე იქნებოდა, ათასობით კაცისა თუ ქალის ღრიალმა და ყოველნაირი ხმიანი საგნების დაკატუკმა გამომაღვიძა. გავედი, ცოტა ხანს მერე ჭიშკართან Святополкის მწითური კაცი მოვიდა. მარტო იყო. იკითხა რა გაღრიალებთო. უთხრეს და იქაურობას გაერიდა. 2-3 საათის შემდეგ ჭიშკარი ისევ გაიღო. ფსევდო დეპუტატი მოგზანდა. მარტო იყო. დაიძახა, მომიახლოვდითო. ყველაზე წინ რა თქმა უნდა ჩვენი დიპლომატები მიიჭრნენ. მწითურმა დაიცა და სანამ ხალხიც მიუახლოვდებოდა და გამოაცხადა. მივიღებ ბრძანება ცენტრიდან, გულაგის სისტემის ყველა შრომა გასწორების ბანაკზე ვრცელდება. ბარაკები ღამით აღარ დაიკეტება. გისოსები შეგიძლიათ მოაშოროთ, ნომრები მოიხსნათ, დაწნარდით, თანდათან ყველა თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება. მისი ბოლო სიტყვები ქარაშოტივი წამოვარდნილმა ღრიანცელმა დამთქა. არავის არაფერი გაუგონია. გამოუწყდა და წავიდა. ამ ალიაქოთიდან სხვაზე მეტად ერთი რამ ჩამყვა მეხსიერებაში. პატიმრები ერთმანეთს ეცნენ, ნომრების გლეჯას მიყვეს ხელი. იქაურობას ხრაცა ხრუწი გაუდიოდა. ვება ესტონელი ყავდა ერთი დურგალი. ზურგიდან ნომერი აახიეს და ძირს ასმანეთიანი ჩამოფრინდა. დაინახა და განსვიფრდა. ეს აქ საიდან გაჩნდაო. ვინ იცის ვისი ნაცვამი მისცეს, ვინ იცის რა ბედი ეწია იმ ასმანეთიანის ჩამკერებელს. ვინ იცის ვინ იყო, რა ვიცი ვინ იქნება, დღესაც მიელიან შინ. ეს ჩვენი მოთხოვნის პირველი 3 პუნქტის შესრულება იყო. მეორე დღეს ბატონმა დეპუტატმა გვაცნობა, რომ მთავრობა თანახმა არ შეასრულოს შემდგომი 3 პუნქტიც. მიწერ-მოწერის თავისუფლება. წერე და მიიღე. რამდენიც გენებოს, იმდენი წერილი. პატიმართა მასას უფლება აქვს თავად აირჩიოს ეგრეთ წოდებული აქტივის საბჭო და მე-6 8 საათიანი სამუშაო დღე 12 პუნქტიდან 6 შეგვისრულეს. მომდევნო დღეებში კიდევ 3. მაშინვე ყველა ინვალიდი გაიყვანეს ცალკე ბანაკში და რამდენიმე თვის შემდეგ მართლაც გაათავისუფლეს. ასევე და ამავე წესით გაათავისუფლეს წვრილშვილიანი ქალები. უცხოელებიც ცალ-ცალკე ბანაკში გაიყვანეს.
მე და ჩანძულინი ერთმანეთს თვალცრემლიანი დავშორდით. დარჩა 3 პუნქტი, რომელიც შემდგომში შეასრულეს. ოსო ლიკვიდირებულ იქნა. რამდენიმე თვის შემდეგ საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს კომისიებმა დაიწყეს ბანაკებში სიარული. ადგილზე პატიმართა უშუალო დაკითხვით მათი საქმეების გადასინჯვა და უმრავლესობა გათავისუფლდა კიდეც. მხოლოდ ნაწილი დარჩა ბანაკებში, შემცირებული ვადით. დიდი ხნის ამბავია, ბევრი რამ იქნება გამომრჩა, ან ზუსტად ვერ გავიხსენე. არაფერია, ასე მნიშვნელოვან მოვლენებს თავისი ჟამთაღმწერელი არ მოაკლდება. მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სვიატოპოლკმა თავისუფლება იშოვნა, მაგრამ უკრაინაში დაბრუნებულმა საფეთქელში ტყვიაც თავისიანებმა მიაძაღლეს. არა, ის ტარატურაც რომ არ გავიხსენოთ არ იქნება, ძალიან ჩამრჩა მეხსიერებაში. აჯანყების დაწყებამდე 2 თვით ადრე ლეოვან ჩაბაძის ბრიგადის გასათბობ ხუხულაში შემთხვევით ვინმე ტარატურას ნაამბობი მოვისმინე. ნატყვევარი იყო. ამისთვის იჯდა, მაგრამ როგორი ნატყვევარი? ასე ყვებოდა მეორე მსოფლიო ომის დაწყების პირველსავე დღეს დროი ხელთა და გერმანელთა მხარეზე გადავიდა. ერთხანს ტყვეთა ბანაკში აყურყუდეს და როგორც ეს ომის პირველ ხანებში ხდებოდა, გლეხთან გაამწესეს ძროხებს უვლიდა. გავიდა დრო. გერმანელებს ცოცხალი ძალა შემოაკლდათ. ასე გამწესებული ტყვეები მოხვედეს. არმიაში ჩარიცხეს. ტარატურასი მაგარი იმედი ჰქონდათ, თავისინებით არის ჩვენსკენ გადმოსული, მაგრა იუმებსო. აქაცი ხელთა დრო გერმანელებს გაექცა, ინგლისელებს ჩაბარდა. არცაკაურობა მოეწონა და ახლა ამერიკელებს მიადგა. ნაწილში ჩარიცხეს, ნაწილი მძიმე ბრძოლებში ჩაება. ტარატუტამ ისევ გერმანელებს მიაშურა იმ იმედით, რომ ამერიკელ ტყვეთა ბანაკში მოათავსებდნენ. იქ წითელი ჯვრის საკვებზე მოიკეთებდა და ამასობაში ომიც დამთავრდებოდა. ნურას უკაცრავად. გერმანელებმა აღმოსავლეთის ფრონტზე უკრეს თავი. პოლონეთის ტერიტორია იყო. ტარატუტა ისევ საბჭოთა მხარეს გადმოვიდა. კარგი ლეგენდა ჰქონდა. ყველაფერი დაუჯერეს და ომიც გათავდა. 5 თუ 6 თვის მერე ტარატუტას ჩეკისტებმა შინ მიაკითხეს. 15 წელი. მისივე სიტყვით, სამძებრო ორგანოებს მივიწყებული ჰყავდათ. თავი შეახსენა. კუთვნილი მედლების ძებნა რომ არ დამეწყო, დღესაც შინ ვიქნებოდიო. ყოველივე ამას იუმორით ყვებოდა, მაგრამ ტრაბახა თავმომწონე იუმორით. აჯანყების პროცესში ნორილსკელმა ჩეკისტებმა დიდი ხმამაღლა მოლაპარაკეები დადგეს. აგიტაციას გვიწევდნენ, მაგ უიმედო საქმეს მოეშვით, აგერ გაჭრილი მავთულ ხლართები და გამოდით, ვისაც ჭკუა გაქვთ. ჩვენის მხრივ მცირევადიანებს უფლება მივეცით, გასულიყვნენ რაღაც 30 კაცი გავიდა. ეს უფლება ტარატუტას არ ეხებოდა. როცა მსურველები გავიდნენ, კიდევ ერთხელ გამოვაცხადეთ, ვისაც სურს გავიდეს თქო. აღარავინ გამოჩნდა და მაშინ გაჭრილი მავთულ ხლართების სიახლოვეს გუშაგები დავაყენეთ. მაქსიმ მელნიჩენკო და მე სტადიონის ტრიბუნაზე ვისხედით, საუბრობდით. თვალი მოვკარი ტარატუტა გაჭრილი მავთულ ხლართის, ანუ დერეფნის სიახლოვეს დაყენებულ მორიგეების ჯგუფს ემასლაათებოდა. დავანახვე მელნიჩენკოს ის ტარატუტა და მისი ნაამბობი წარსულისაც ყველაფერი უამბე. მელნიჩენკომ აბა დავაცადოთ ერთი რასიზამსო. ცხადი იყო დერეფნისკენ გაჭრას აპირებდა. ამისთვის სტადიონი უკვე გადაეკვეთა. 50 მეტრი და სხვა თითქმის არაფერი იყო საჭირო. ტარატუტას ჩანს ისიც ჰქონდა გათვალისწინებული, რომ წამსვლელს ერთ-ერთი მორიგის კეტის ზურგში უეჭველად უწევდა. ტარატუტამ იმდენი იმასლაათა, ისე იეშმაკა, ისეთი მდგომარეობა გაინაღდა, რომ ადგილს მოწყვეტილს ჯოხი ვერ მისწვდომოდა. მოწყდა და გაიქცა. მანძილის ნახევარი გარბენილი ჰქონდა, რომ დავიძახე. ბიგი ტარატუტა ტიბე ნე ვპერვუე მეთქი. ასე წამიერ რეაქციას სხვაგან არავისას შევსწრები ვარ. ტარატუტამ ყისიერად გაჩერდა. დარჭობილივით გაინაბა. კაი 15-20 წამს იდგა. ხან ჩვენ შემოგცვერო და ხან ლანწვაგინებით მყვირალ მორიგეებს. მერე ნელი ნაბიჯით განაგრძო სიარული. მავთულ ხლართს გასცდა. იქ დაცვა იდგა. უბრძანეს დაწიქიო და ტარატუტა ჭაობში ჩაემხო პირქვე. მავთულ ხლართს ფიცარნაგის ბლოკი ჩასდევდა ყარაულის სასიარულოდ. ზემოდან ფიცარნაგს კრასნოიარსკელი პოლკოვნიკი მიხაილოვი ჩამოხვა. ტარატუტას წაადგა თავს. ახლოს იყო და გვესმოდა. "Кто вы?" ფამილია მიმართა პოლკოვნიკმა.
ტარატუტა, მიუგო მწოლიარემ. პოლკოვნიკმა აღშფოთებულ ყვირალ მორიგეებს გამოხედა და ხმამაღლა თითქოს ჩვენს გასაგონად თქვა. Да, Таратута, интересная фамилия. Перебежчиков брат всегда ненавидят. Габрунда და პიცარნაკს გაყვა. ტარატუტას ხელბურგელი დაადეს, მოზვერებით გაიგდეს წინ. ის წიგნი ვერაფრით ჩავიგდე ხელში. Იანამოს Коменски. Всеобщий совет по исправлению дел человеческих. Ეტავი როგორ, რას საშუალებებით აპირებდა კაცობრიობის საქმე და გამოსწორებას. აშნამდე რამდენი დღე დაგვრჩა? 8, 9 თუ 10. კარგი, ახლა დავისვენოთ. ხვალ მზიანზე თუ იქნა მზე, ადგილმდებარეობა გავიგნოთ და მივაწვეთ ჩვენს საქმეს. გორას დილა ადრიან გაეხვიძა. საუზმობა და ადგილმდებარეობის გაგნება დააპირა. ვერც ერთი შეძლოდ და ვერც მეორე. ცარიელი ციგა, თხილამურები, ჯოხები და ყავარჯნები ხარ დახვდა იქ, სადაც დაძინების წინ დასტოვა. ჯიბეებში ანკესები, კომპასი და კიდევ რაღაცეები. მიტილენიჩი და გლები ომსკში ერთ-ერთ სასტუმროში ასე საუბრობდნენ. გლებ, ჩვენ მაგ ქალის გარეგნობა გვჭირდება. გარეგნობას ჩვენს პროფესიაში ხომ იცი, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს. რომელი ქალისა? სოფი ლორენის, რომლისა უნდა გვჭირდებოდეს პოლინა ცეზარევასი. მინდა ვნახო, რას წარმოადგენს, როგორ გამოიყურება. ფოტოსურათი ხომ გაქვთ? მაგასთან შედარებით კაი შებერებულია. რაღაც რედაქციაში უკეთ თქვათ გამომცემლობაში მსახურობს. რა თანამდებობაზეა? ადმინისტრაციულ-ტექნიკური განყოფილების გამგეა. აქვს ამ გამომცემლობას ასეთი ქვედანაყოფი. და კერძოდ რა ევალება? შტატის სამსახურში დროზე მოსვლა. დინგიცა გოგოების მოტოկვა, რომ ტელეფონით საათობით არ იყრან ტალონ. დამლაგებლებისა და სხვა ასეთთა უფროსობა. მგონია მეტი არაფერი. სადგილ შევნიათ მისი ნახვა. ბინაზე მისვლა შეიძლება სამსახურიდან გამოსვლის დროსაც. მე ჯერჯერობით მხოლოდ გარეგნობა. ფოტოსურათთან იდენტიფიცირება მჭირდება. შეცდომა დაუშვებელია. რა შეცდომა პოლინა ცეზარევაა და ეგ არის. სხვა რომ აღმოჩნდეს, ვინ სხვა? კარგი გეყოფ, აგერ ნახევარი საათის შემდეგ სამუშაოდ მთავრდება. წამიყვანე ვნახო. მიტელენიჩის უფროსწორად შინაგან საქმეთა სამინისტროს ომსკის საოლქო სამმართველოს ავტომანქანა გამომცემლობის წინ იდგა. როცა პოლინა ცეზარევა გარეთ გამოვიდა, საჭესთან გლები იჯდა. მანქანაში სხვა არავინ იყო. ნუტრიის ქურქი ეცვა, ნუტრიის ბეწვისავე ქუდი ეხურა, მხარზე ლამაზი ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული და ხელშიც საყიდლების ჩანთა ეჭირა. ამას არ შესცივა ჩაილაბარაკა მიტილენიჩმა, არ შესცივა და უდასტურა გლებმა. გუშინ სხვა ქურქი ეცვა, შეუძლია ორივე ერთად ჩაიცვას. მაშინ დასწრება კიდეც. შეძრებული ქალი ჩანს, ძვირფას სამკაულებს, საყურეებს, ბეჭდებს ატარებს. ასეთები ნამდვილ ბრილიანტებსა და ბაჯაღლო ოქროს ბიჟუტერიად თასაღებენ ხოლმე. შორს ხოვრობს? არც ისე. პროსპექტზე. დაზარი გავასროთ. მანქანა ცეზარევას რომ გაუსწორდა, მიტილენიჩმა ფოტოსურათს დახედა ისევ. რა იყო? დიდი და რეგიანი ფოტო ვერ მოატანინეს? რას გავს ეს 3-4-ზე? წადი და იცანი. გლებ, აქ სადმე რაიმე კაფე ან რესტორანი არ არის? როგორ არა? ავრორა. ისე იარე, რომ ჩამოვიდე, პირისპირ შევხვდე და შეხვედრა მაგ ავრორასთან ან იქვე ახლოს მოხდეს. გლებმა ქალს ისევ გაასწრო. ავრორას გასცდა. მიტილენიჩმა გაჩერება უბრძანა, მანქანა დადგა. მიტილენიჩი ჩავიდა და ობიექტთან შესახვედრად გაემართა. ქალი ლაღად უდარდელად მოაბიჯებდა. გამარჯობათ, ოლგა, მიესალმა მიტილენიჩი, როცა ქალის პირისპირ აღმოჩნდა. ქალი შეკრთა, მაგრამ მხოლოდ წამით. მიტილენიჩის გვერდის სავლას შეეცადა, მაგრამ ვერ მოახერხა. მე თქვენ მოგმართავთ, ოლგა. მიროსლავი ვარ. ქალმა მიტილენიჩი ერთხანს დაგვირვებით ამრეზითა და უსიამოდ თავიდან ფეხამდე ათვალიერა და მიუგო, თქვენ მიროსლავი არა ხართ და მე ოლგა არა ვარ. გაუგებრობას აქვს ადგილი. მართალი ბრძანდებით. მე ის მიროსლავი არა ვარ, ვისაც თქვენ ექვემდებარებით, მაგრამ მიროსლავი ვარ და თქვენ ოლგა ბრძანდებით. მიტილენიჩმა ქალს ის 3-4-ზე ფოტოსურათი აჩვენა. ქალმა ფოტოსურათს უცქირად თქვა.
ღმერთო ჩემო, როგორ გამოვიცვალე, რას დავემსგავსე? არა, ქალბატონო ოლგა. თქვენ ისეთივე მშვენიერი ბრძანდებით, როგორიც ამ სურათის გადაღებისას იყავით. კარგი, მადლობა ქათინაურისთვის, მაგრამ თქვენ რომ მიროსლავი არ ხართ, ამას რა მოუხერხოთ? ნებისმიერი კაცი თუ ქალი, ვინც თქვენ ოლგობით მოგმართავთ და მიროსლავად წარმოგიდგებათ, მიროსლავი ასე არ არის? პირობა, მოვალეობა, ყავას მიირთმევთ? ყავას? ისევ შეცვა პოლინა ცეზარევა, იგივე ოლგა. ყავას? არა? სიამოვნებით. აგერ ავრორაში დავლიოთ, ისეთი სიძვირეა, ეგ რესტორანი ყოველთვის ცარიელია. ადვილად დამყვა გაიფიქრა მიტილენიჩმა და ქალს დაბრძანება შესთავაზა. რესტორანში მართლაც ხალვათობა იყო. დარბაზში ხმაურიც ისეთი იდგა, როგორიც მოშორებით მჯდომთა კონფიდენციალურ საუბარს სჭირდებოდა. მიტილენიჩს და ცეზარევას ერთმანეთისა ყველაფერი კარგად ესმოდათ. უცხო ახლოსაც მჯდარიყო, ვერაფერს გაიგონებდა. მიროსლავს აინტერესებს, რატომ შეწყდა ინფორმაცია მისთვის ჩაბარებული პირველი ობიექტის გარშემო. პირველი ობიექტი ციხეშიზის, ხულიგნობისა და მოქალაქეთა სხეულის დაზიანებისთვის. რატომ დაგჭირდათ მისი პატიმრობა? მე დამჭირდა? დიახ, პოლინა ცეზარევა, თქვენ. ეგ სიცრუეა. მიროსლავმა ყველაფერი იცის გარდა იმისა, თუ რატომ დაგჭირდათ მისი თავიდან მოშორება. ქალი დაფიქრდა. ცრემლები გადმოყარა და თქვა. აღარ მჭირდებოდა. მეტიც, ხელს მიშლიდა, პირადი ცხოვრების სასურველი კალაპოტით წარმართვაში მიშლიდა ხელს. აქტიურად გიშლიდათ? ქალი ისევ დაფიქრდა. არა, იმით მიშლიდა ხელს, რომ ნებსით თუ უნებლიათ, ჩემსა და მეორე ობიექტს შორის იდგა. რაღაცას მალავთ, პოლინა ალექსეევნა. ეგეც სწორია. მეგონა ობიექტს თუ მოვიშორებდი, მიროსლავთან ჩემი ურთიერთობაც შეწყდებოდა. თავად განსაჯეთ, მორალურად მძიმეა გიყვარდეს კაცი და მასზე მუშაობდე. მართალი ვარ? მართალი ბრძანდებით, მაგრამ თქვენი ჩანაფიქრი ხომ ვერ გამართლდა. მიროსლავმა შემდგომი ობიექტი ჩაგაბარათ. არ მეგონა თუ ასე მოხდებოდა. თავი არ დამანება მიროსლავმა. ეს ობიექტი ჩემთვის მხოლოდ მასალაა და არა ნამდვილი სიყვარულის საგანი. გასაგებია. მიტილენიჩმა იყუჩა და ჰკითხა, როგორ მოხვდით სახელმდობრ მიროსლავთან და არა სხვასთან? მოგეხსენებათ, პირველი მიროსლავი ქალი გახლდათ. ჩვენი განყოფილების უფროსის მოადგილე. ამავე განყოფილების მთავარ ინჟინრად პირველი ობიექტი იყო. მე მასთან ინტიმური დამოკიდებულება მქონდა. სიყვარულს მალვა უნდა. ესაც მოგეხსენებათ, ამიტომ ქალმა თავისი საყვარლისა ყველგან ნაუგი უნდა ილაპარაკოს. ასეთი ხერხი გარემოცვას აბნევს. საყვარელი თუა ზურგს უკან რატომ ღალანძღავსო? მიროსლავი რომ უშიშროების ყოფილი მუშაკი იყო, ვიცოდი. მე მას ადრევე ვიცნობდი. დავახლოვდით, პირველი ობიექტი მან ჩამაბარა. მერე კადრები შემოვაკლდათ, თუ როგორ იყო, მიროსლავი უშიშროებაში დააბრუნეს. ჩვენი ურთიერთობა არ შეწყვეტილა. ან რატომ უნდა შემეწყვიტა? ასეთ დაწესებულებაში მეგობრის ყოლა არასოდეს არის ზედმეტი. საბოლოო ჯამში კი ისე გამოვიდა, რომ მე გავხდი მისი კაცი. სხვა ობიექტი ჩამაბარა. სიყვარულის მალვის საინტერესო ხერხია, სიტყვა ჩამოართვა მიტილენიჩმა. პირველად მესმის, გამოდის ქალმა თავისი ინტიმური მეგობარი უნდა ლანძღოს, გარემოცვას თავგზა რომ აუბნიოს, არა? დიახ, მაგრამ ეგ ერთ-ერთი ხერხია. არის სხვა საშუალებებიც და პირიქითაც ხდება. თუ მეგობარი სახელიანი გამოჩენილი საზოგადოების მიერ აღიარებული ადამიანია, მაშინ სიჩუმე სჯობს და იცოდნენ, ვინ დგას შენს უკან. ცნობებს წერილობით აწვდიდით, იშვიათად, უფრო კერძო საუბრებში ვლაპარაკობდით იმას, რაც მიროსლავს აინტერესებდა. ისიც შესაძლებელია, რომ ჩემი ნალაპარაკები ფირზე იწერებოდა. შემდგომში როგორც ჩანს, პირველი ობიექტის მიმართ უშიშროების ინტერესი შენელდა. შესწავლილად ჩათვალეს, ამას დაემთხვა ისიც, რომ ჩემი ინტერესიც შენელდა და ქალი ვარ, რა ვქნა, შვილები მყავდა დასაზრდელი, ახალი, უფრო შეძრებული მეგობარი მჭირდებოდა. გავიჩინე კიდეც, მაგრამ პირველი იდგა ჩვენს შორის. ყოველივე ეს პირველის დაპატიმრებით დამთავრდა. მე და მეორემ აქ გადმოვინაცვლეთ და ძველი ვალდებულებები მეორის მიმართ შემრჩა. მიროსლავმა უკვე მამაკაცმა აქაც მომნახა და ახლა კიდევ ერთი მიროსლავი მომევლინათ თქვენი სახით. კი, ასე ხშირად ხდება. თანამდებობაზე ახალი ხალხი მოდის, მაგრამ საერთო ვითარებას ეს არ ცვლის, ხომ ასეა? რა თქმა უნდა, დაეთანხმა ცეზარევა. მიტილენიჩს
შემდგომი მოქმედების გეგმა ჰქონდა მოსაფიქრებელი. ამ საუბრიდან ნამდვილ საქმეზე გადახდომა უჭირდა. დრო სჭირდებოდა და თანამოსაუბრეს ვახშმობა შესთავაზა. ცეზარევამ ზრდილობის გულისთვის იუარა, მაგრამ მიტილენიჩი თავისაზე დადგა. მსახური მოვიდა და შეკვეთა მიიღო. მიროსლავ ივანიჩ, ერთი რამ აკვირვებს. ნამდვილ სხვა მიროსლავ ივანიშთან კონტაქტი 10 დღის წინ მქონდა. 10 დღის წინ. გუშინ შეცვალეთ? მართებული კითხვაა. მოიტანენ ვახშამს და ყველაფერს გეტყვით. მიუგო მიტილენიჩმა და გაიფიქრა. აშნას საქმით ეხლავე მივაწვე თუ ცოტა ხნის მერეო. სიმართლე, ახლავე ვთქვა თუ მერეო. კარგახანი მოანდომა გადაწყვეტილების მიღებას, გონებაში ხელი ჩაიქნია და თქვა. ახლა ერთ ცნობას მოგაწვდით. ცოტა უხერხული რამ არის, იმედია მადას არ წაგიხდენთ. აგერ ვახშამიც მოაქვთ. ვახშმობისას უკეთესადაც ვიტყვი და თქვენც უფრო ადვილად გადაიტანთ მოულოდნელობას. სანამ მსახური სუფრას ამშვენებდა, პოლინა ცეზარევა ალბათ პირველად სიცოცხლეში დაბნეულად გამოიყურებოდა. მსახურის წასვლასა და მოულოდნელობას ელოდა. ქალი და მიტელენიჩი რესტორანში თითქმის მარტონი დარჩნენ. პოლინა ალექსეევნა, ალბათ უკვე გაცნობათ მეორე ობიექტმა, რომ პირველი იმიერ პოლარეთიდან გამოიქცა. 5 თვე იარა და ამჟამად ოტრადისკენ მოემართება. ეგ არის მოულოდნელობა. ფელიქსმა მე ეს უკვე შემატყობინა და ცხადია, ვიცი. კარგარეთელი ის კაცი არ არის, რომ ჯავრის ამოსაყრელად გამოქცეულიყო. საშიში არაფერია. თქვენ ალბათ ისიც იცით, რომ მე ვიცი. იმიერ პოლარეთში კარგარეთელი თქვენი წყალობითა და მოცადეობით მოხვდა. მას მსუბუქი ან შემსუბუქებული რეჟიმის ბანაკში უნდა მოეხადა ვადა. დიახ, სანცოვმა ეგაც მითხრა. მასთან ვიღაც მიტელენიჩი ყოფილა ძებნის უფროსი და ეგ ბრალდება წაუყენებია მისთვის, მაგრამ ეს სიცრუეა. ისიც სიცრუეა, რომ სანცოვის ძმა ბატონი ვალერი სანცოვი დააქვეითეს და სადღაც რეჟიმის უფროსად არის. დააქვეითეს იმისთვის, რომ პროფესიულ მკვლელს, ვინმე ჟუქს, კარგარეთლის მოკლა დაავალა. ეგეც სიცრუეა, ის ადამიანი თანამშრომელთა ინტრიგებს შეეწირა. კარგი, ისიც სიცრუეა, რომ ბატონი აშნა, ანუ ალიბეკ სელიმოვი, თქვენს მაგივრად იჯდა ციხეში. კაცი თქვენ გაიტანეთ და არა აშნამ. როგორ და რა საშუალებებით მოახერხეთ მისი დაყოლიება? რამდენი გადაუხადეთ თავიდან, რამდენი გათავისუფლების შემდეგ? ისიც სიცრუეა, რომ იმიერ პოლარეთში თქვენ ამოაყოფინეთ თავი და როცა მისი ჯდომა თქვენთვის საშიში შეიქნა, გული არ გაუბეზლეს, არ გაგვცესო თქვენა და ფელიქს სანცოვმა, ამიტომ არჩიეთ აშნას პირობით ვადამდე გათავისუფლება. მოახერხეთ იქნება ისიც სიცრუეა, რომ ჯერ კიდევ სანცოვის ურენგოიში მუშაობის დროს ქრთამებსა თუ უკანონოდ ნაშრომ ფულებს სანცოვი აშნას ხელით იღებდა. ისიც სიცრუეა, რომ ვინც ობიექტად გაბარიათ მისი ყველაფერი იცით, მათ შორის ისიც, რომ დღევანდელი თანამდებობა დიდ ფულად აქვს ნაყიდი და თქვენ კი სანცოვის პატიოს ან უმწიკლო კაცად დახატვის მეტი არაფერი გაგიკეთებიათ. ყოველივე ამისთვის პასუხს რომ აგებთ, არ იცით? მარტო თქვენ კი არა სანცოვთან ერთად. და მოეღება ბოლო ორპირი აგენტის პოლინა ალექსეევნა ცეზარევას სამკაულებს, ქურქებს, შვილებისა და თქვენ ორის კეთილდღეობას. თქვენ ჩვენთან ხუმრობა განგიზრახავთ. ცეზარევა ერთხანს გაქვავებული ვიტიჯდა. მერე თავის 1000 გზის ნაცად ხერხს მიმართა, ტირილი დაიწყო. ცრემლები გადმოაფრქვია. მიტილენიჩი შეცქეროდა და ფიქრობდა. კედელზეა მიბჯენილი. ეს რა კარგი ფანდი მოვიგონე. მიტილენიჩი, ეხლაც ეჭვი პარება, რომ გენიოსი ხარ. არა, როგორც ჩანს, ამისი როგორც აგენტის საქმე ხელიდან არის წასული, თორემ ზაგლობინი ასე იოლად მომცემდა მაგის ოლგობასა და ფოტოსურათს. რა ხალხია, საიდან გაიგეს აშნას ამბავი, როგორ თუ საიდან აბა რისი უშიშროება? რა კარგი დამთხევა მოხდა, ეს ინფორმატორი რომ ყოფილიყო ზაგლობინი, რას გაიმეტებდა? ახლა როგორ გამოდის? ესენი განწირულები არიან. ვინ ესენი? ვინა და ცეზარევა სანცოვის ხვილი. ეგ რა ჩვენი საქმეა. საიქიომდე გზა ჰქონიათ, ჩვენ კარგარეთელი გვაინტერესებს. როგორ გინდა ჩვენთვის საინტერესო თემაზე გადავიყვანო საუბარი? გამოუტყდე, რომ მიტელენიჩი ვარ და არა მისი ახალი მიროსლავი. კარგად კი გამოვიდა, მაგრამ ავდგები და ვეტყვი სიმართლეს, საწამივა. არ ვარგა. ის ვარგა, რომ ბოლომდე მიროსლავა დავრჩენ.
ამოდენა დანაშაულის ინკრიმინირებას ვიღაც მარბენლის გარშემო ლაპარაკი რომ მოვაყოლოთ დაიჯერებს, რომ ჩემი სასაცილო დავალება თუ შეასრულა, მაშინ ყველაფერი ეპატიება. სისულელია. დრო გადიოდა, მიტილენიჩი ფიქრობდა. ქალი ტერილს მორჩა, მაგრამ განაბული იჯდა. ჩანს გამოსავალს ეძებდა. სახეზეც კი ეტყობოდა, რომ მისი გონება გაფაციცებით და ამაოდ მუშაობდა. ბოლოს როგორც ჩანს დარწმუნდა, რომ აღიარება, დაზავება და მუდარა თუ გაჭრიდა და დამწუხრებით თითქმის ტირილითვე მიმართა მიტელენიჩს. რაც ბრძანეთ, მაგაში სიმართლეც ბევრია და შეცდომებიც. მიროსლავს მე ყოველთვის მუდამ პატიოსნად ვემსახურებოდი და ვემსახურები ამჟამადაც, მაგრამ შეიქმნა ისეთი ვითარება, საიდანაც, როგორც ვხედავ, გამოსავალი მხოლოდ ერთია. თქვენ თავად უნდა მირჩიოთ, როგორ მოვიქცე. გორამ მავთულ ხვართითა და განათების ბოძებით გარშემორტყმული მამული დაინახა. დიდი კედარი იდგა. ავიდა, დურბინდი მოიმარჯვა. ზვერვას შეუდგა. ეს მამული, ოტრადა, აშნას საბრძანებელი უნდა ყოფილიყო. ყველაფერი ემთხვეოდა, გაყინული მდინარე, მოასფალტებული გზა, მრავალოთახიანი საძირკველზე წამოჭიმული კოტეჯი, 3 თუ 4 დამხმარე ნაგებობა, ვახტა, როგორც ეს ყველა სამთავრობო სახლს ეკუთვნის, თავისი საკმაოდ მკვიდრი ლამაზი ჭიშკრით, თვალსაწიერზე ზღვასავით გადაშლილი თეთრი უღრანი იდო. მამული თეთრ მწვანე ქურქში გამოხვეულ ლამაზ მანს ჰგავდა. ზაფხულში იქნება აქაურობა ძალიან ლამაზი. გაზონები, მთელი ტერიტორია დიზაინერის დაგეგმილია. წარსულში რაიკომის მდივნის ამჟამად ხალხის რჩეულისა თუ ზემოდან აღნიშნული მაზრის უფროსის ინტიმური ურთიერთობებისა და მხინებისთვის განკუთვნილი რეზიდენციაა. ეგრეთ წოდებული სანადირო ქოხი. ყველგან ასე ერქვა. ალბათ ეხლაც ასე უწოდებენ. აგერ კვამლი, ესე იგი დარაჯი, ანუ ბატონი აშნა ადგილზეა. არა, რა იცი აშნაა თუ სხვა ვინმე. ეგენი მორიგეობით არიან. იყვნენ მერე რა. დაველოდოთ სანამ აშნას დავინახავდეთ. არა, რა მამაძაღლი იყო. სამუშაოდ რომ გავყავდით იქვე დედაკაცები ისხდნენ. ზოგი რას ყიდდა, ზოგი რას. ხო, რძის ნაწარმი, წნილეული, ნამცხრები. აშნას ყოველდილას რაღაც ჰქონდა გასაყიდი, თუ გასაცვლელი, პერანგი, მისი ამხანაგი, პირსახოცი, ბანაკური ზეწარი და ბალიშის პირი. რანაირად ახერხებდა. გასვლიდა რაიმე პროდუქტში, ან სულაც გაყიდდა. არა, თავარი მაინც ის იყო, რომ უკმაყოფილება იმ დედაკაცთაგან ერთხელაც არავის გამოუთქვამს. შეკითხვაზე შეოხერო მაგას, როგორ ახერხებ მეთქი რა მითხრა. ეს რა არის? ბიძაჩემი უნდა ნახო, როგორი არტისტია. მთელი სიცოცხლე ტაშკენტის ბაზარში მოღვაწეობს. მილიცია სად არის არ იცის. მე, რა ეს ჩემი ხელობა არ არის? მოყვარული ვარ. ვიშიმშილო? საოცარი მეტამორფოზაა. სად დააშნა, სად დარაჯა დგომა და ისიც სად? ტაშკენტის ბაზარში. კი არა, აი აქ, ამ გადასაკარგავში. თბილისში მიამბეს. ერთი ბზიშვილი ყოფილა ძმა შემოხვდომია. ვადა მოუხდია ატენის ხეობაში, თავში დასახლებულა. ატენამდე 25 კილომეტრი გზა ჩამოუყვანია. მარტო კაცს, მხოლოდ საკუთარი შრომით. ცოდვა გამოისყიდა. მერე რაიკომის მდივანს ვიღაც დიდი კაცები იმ ადგილებში სანადირო დაუყვანია. ბზიშვილისა და გზის ამბავი უთქვამს. ბზიშვილის ქოხის ადგილას სანადირო ქოხი წამოჭიმეს და ხშირად ადიოდნენ ხოლმე თურმე. რა იცი, იქნება აშნასაც შემოაკვდა ვინმე. არა, იმ ბიძას ტაშკენტის ბაზრის ყალთაბანს ნამდვილად ვერ გაიმეტებდა. აშნას ვირტუოზებისადმი საგანგებო მოწიწება აქვს. კი, იმ თოხნელის ამბავი რომ უამბე, პირღია შემომცქეროდა თვალებში ახტაცება უთამაშებდა. ეს ჩრდილო კავკასიაში იყო. მანქანაში წყლის ჩასასხმელად დადგა მძღოლი. იქვე რამდენიმე ქალი და კაცის სიმინცას თოხნიდა. ერთი მათგანი, მამაკაცი, პარე 200 მეტრი წინ იყო გასული. პლასტიკური მოძრაობები ჰქონდა. მიუახლოვდი, თოხის პირველი დარტყმით სარეველას ფესვიანად იღებდა. მეორე დარტყმით, ყუით ფესვებს მიწას აყრევინებდა. მესამე მოძრაობით, მიწა დაყრევინებული მცენარე განზე გაჰქონდა. ძალიან მოეწონა აშნას ეს ამბავი. ძალიან. სიმინეცის ამბავი მეამბნა, ფეკალიებს როგორი ოსტატობით უსწორდებოდა, იქნება გაგიჟებულიყო კიდეც. მოიცა გენაცვალი, რა დროს ეგენია. აგერ გამოვიდა ვიღაც. ღუმელია აგურგურა და გამოვიდა. აშნა, მომკალი თუ გინდა. არა, უფრო მოხუცებულია.
არაფერი მოხუცებული არ არის, წვერი მოუშვია. აშნა, ცალფეხს ოდნავ მიათრევს, ხედავ? არა და ვთქვა სხვა. ნუ თუ მამამულის დარაჯებად მხოლოდ კოჭლები მოხავთ. აშნა, შენ გენაცვალი, აშნაჯან. აი მეგობრების არჩევა უნდა იცოდეო რა. არაჩვეულებრივი მეგობარი, გონებით არჩეული. გულმა უნდა აირჩიოს, გულმა, გორავ ბატონო, ჩემმა გულმა ერთ-ერთ მეგობრად ყალთაბანდი აირჩია. რა მოხდა? კარგი მორჩი, ჩავიდეთ. არა, მოსაღამოვდეს, რა ვიცით, კიდევ არ იყოს ვინმე. თუ არის საღამომდე მოსაშარდებად მაინც არ გამოვა? აშნამ გენერატორი ჩართო. მამული გაანათა და გარე განათება ისევ გამურთო. წამოვიდა. ვახტასთან პატარა ძელური იდგა. იმაში შევიდა, შებინდებამდე კარგახანი რჩებოდა. გორამ მაინც გამოსცია. ვახტა გაიარა და იმ კარს მიუკაკუნა, სადაც აშნა ეგულებოდა. კარი დაყოვნების შემდეგ გაიღო. აშნა შეცვა და კარგახნის შემდეგღა ამოხერხა. მოხვედი. გორა აათვალიერა და დასინა. შემოდი. გორა შევიდა. კარი მიხურა. აშნა გაშტერებული იდგა. ცოცხალი ხარ, წაილუღლუღა. ისევ გაირინდა და ღმერთმა იცის რამდენი ხნის მერე გადაეხვია გორას. ცრემლიც კი წამოუვიდა, დამშვიდდა, თავს დაეუფლა და თქვა: გორაჯან, რა ადრე მოხვედი. შიმშილმა დამაჩქარა, გამქურდეს ყველაფერი წაიღეს, ცარიელა ციგაღა დამრჩა. 8 დღის წინ გამქურდეს. ვიცი კიდეც რისთვისაც გამქურდეს. 8 დღის მშიერი ხარ? არა, ანკესები უბეში მქონდა. თევზაობდი ეგ იყო. ხაბიბულა იყო? ხაბიბულაც იყო და სხვებიც იყვნენ. წამოიბანავე, გაიპარსე. აჰა, აი ესენი ჩაიცვი. გორამ იცოდა ძმაკაცობასა და ნათქვამ სიტყვაში აშნასაგან უკუღმართობა არაფრით შეიძლებოდა. ამ მხრივ არც ეჭვი რამ ხრნიდა, მაგრამ სული უკაცკაცებდა, ნეტავი რა აქვს სათქმელი. აშნას და თუ მნიშვნელოვანია რაიმე. ასე დამშვიდებული რატომ უნდა იყოს? თბილი სასიამოვნო შხაპი იყო. გორამ 5 თვის ჭუჭყი ჩამოირეცხა. მასპინძლის მოცემული ძველმანი ჩაიცვა, გაიპარსა და აშნასთან დაბრუნდა. საჭმელი მზად იყო, ერბოკვერცხი, პური, ძეხვი და კონიაკიც. რამდენი ხანია მოდიხარ? 5 თვეა. 5 თვე რკინისა ხარ? ხაბიბულა 1 თვის წინ იყო. მითხრა ხომ არ გამოჩენილაო. რა უთხარ იცი? გორა აღარ მოვა მეთქი. არა, როგორ წარმოვიდგენდი, ჰა? ხაბიბულამ გაიცინა, მითხრა უეჭველად მოვა იცოდეო და წავიდა. იცი რისთვის გამქურდეს? იმისთვის რომ იძულებული ყოფილიყავი აშნას არა ვცდენოდი. ეხლა შენის მითხარი. ხაბიბულას გარდა აქ კიდევ ვინმე იყო? მიტილენიჩი გახსოვს ჩვენი სამართლოს ძებნის უფროსი. ის იყო. როდის? ხაბიბულას მერე 2 კვირა იქნებოდა გასული. ესე იგი სანამ გამქურდავდნენ არა? რა უნდოდა? შეთანხმებული ხართ? აქ კარგარეთელი უნდა მოვიდესო. ძალიან მომაწვა, არაფერი ვიცი მეთქი, არა ერთმანეთს რომ ვიცნობთ უარი ვერ ვთქვი. ჩამომითვალა ერთად საცა მსხდარ ვართ და ისიც რომ ურენგოიშიც ვიცნობდით ერთმანეთს. არაფერი ვიცი მეთქი და წავიდა. ყველაფერი სწორია. გორამ ხელებიც კი გადაიფშვნიდა. ვახშამს მორჩნენ. აშნამ მეორე ოთახში ლოგინი გაშალა. გორამ გაიძრო და ჩაწვა. ამ ხნის მანძილზე ადამიანურად ეს პირველი ძილია. სითბოში, ხუნღულა ლოგინში. ეს როგორი საოცრება მჭირს ღმერთმანი, ჯერ იყო და ნეტარი მეზმანა. მშიაო და მესამე დღეს გამქურდეს. თევზაობისას ჩამთვლიმა, ნინო გამომეცხადა. როგორ მითხრა? გონია ასე, ერთი ბოროტი ქალი გეძებს, გიპოვნის, მაგრამავს არაფერს გიზამსო. იმ ქალს პოლიკარპ ვასილიჩის სახელი ჰქვიაო. აგერა პოლინა, ცეზარევა უნდა მოგბრძანდეს. პოლიკარპ, პოლინა. რა უნდა მოვენატრე თუ როგორა? ჩამოსვლა ხვალისთვის აქვს დანიშნული. რა, მიტილენიჩმა ხვალ უნდა ამიყვანოს? გამორიცხულია. ჩემი აყვანა ადრეც შეეძლოდა, თუნდაც კაქურდის ღამითაც ბარხანას კი არა, მე წამიყვანდნენ. მაშინ მიტილენიჩს პოლინა ცეზარევას ხელით რისი გაკეთება სურს? საიდან სადაო წმიდა საბაო? ლინა ცეზარევასთან შეხვედრა თუ კიდევ მომიხდებოდა? მაინც რა იყო ის წლები სიზმარევით ჩამრჩა მეხსიერებაში? არა, პირველი წლები მართლა სერიოზულად გვიყვარდა ერთმანეთი. ხან ვისთან გააბარომანი, ხან ვისთან. ჩემს შემცვლელს ეძებდა. ქმარი მოუკვდა, შვილები წამოეზარდნენ. მატერიალურმა საჭიროებებმა გაცილებით მეტი მოსთხოვეს, ვიდრე მე გამარჩინდა. ისე კი ორი დიდი ტალანტის მქონე ვინმეა.
ერთი უაღრესად კონტაქტურია ადამიანების კეთილგანწყობის მეტიც პატივისცემისა და სიყვარულის მოპოვების ჯადოქარია და მეორე მტკნარი სიცრუის თქმა ბავშვის გულუბრყვილობითა და ღმრთის მშობლის სათნოებით იცის. მისი მთავარი იარაღი არა და სიცრუეა. ამასაც ისი ამბობს, რომ ურწმუნო თომასაც დააჯერებს. გახსოვს ჯერ კიდევ სიცოცხლეში ქმარმა ლოგინში რომ შემოგვასწრო. ის რა ქნა, კაცო, აი დიდება შენ და ღმერთო. დგას უბედური დაგწკერის, რა უნდა მექნა, ავდექი, ჩავიცვი. ლინა მამა ძაღლიც ადგა. ხალათი წამოიცვა. დგას საცოდავი კირილ ივანიჩი. გვიყურებს. ეტაკა ლინა რა დაგემართა, ცუდად ხომ არ ახარო. ვალერიანის წვეთები დაუსხა, მოეფერა, მოეალერსა. უდავი დარაბო წამოვედი. კარგა ხანი გავიდა 2 თუ 3 თვე. კირილ ივანიჩი მეუბნება. ფსიქიკა ვერ მაქვს რიგზე. ჰალუცინაციები დამჩემდაო და ლოგინში რომ შემოგვასრო ის შემთხვევა მიამბო. როგორ მოახერხა რა აჭამა რა დაალევინა რომ ფაქტი ჰალუცინაცია ჩაათვლებინა. შეიკლა საცოდავი. ჩემთან ერთავად შიოდა, ქმარი კი არა, ჩემს კმაყოფაზე მყოფი სუბიექტია. 10 წელიწადია ვარჩენ. იმდენი სად შემიძლია მაგასთან ერთად შვილებიც ვარჩინო. ის როგორ გამოახერხა, კაცი თავად გაიტანა და სანსოს აშნა დააყოლიებინა, ციხეში ჩამჯდარიყო. ბანაკში რომ გამომეცხადა ჩვენი აშნა, კინაღამ გადავირიე. არა, აშნასა და სანსოს შორის რაღაც ისეთი არის, გადაბმულები არიან. რის გამო, რა ჩვენი საქმეა, მეც კაი სულელი ვარ. სულელი? სხვანაირად როგორ უნდა მოქცეულიყავი, ჩემს საკუთარ ბინაში, საკუთარ ლოგინში, საკუთარ საყვარელთან. მაშინ უკვე აღარ იყო მხოლოდ შენი საყვარელი. იცოდი, სანსოვთანაც რომ ცხოვრობდა. ვიცოდი კი არა, ეჭვი მქონდა. ეჭვი გქონდა? ეგ რა იყოს? ხომ დაგიდასტურდა, დამიდასტურდა და ძვირადაც დამიჯდა. ჩემ ლოგინში გეგონება თავიანთი ბინები აკლდათ. ჩემს საკუთარ ლოგინში, ჩემს საყვარელთან. საყვარელი აღარ იყო, ქალად ყავდა. თუ გინდა ქალად, ვიღაც მოწუკებიანი მიმხრჩვალი კაც უნდა უწევს და ბუღრაობს. მერე და ვინ? მამა ძაღლი ფელიქსა სანსოვი. ჩემს უახლოეს მეგობრად და ძმაკაცად რომ ასაღებდა თავს. რა, მეც ცხონებული კირილ ივანოვიჩით გავშეშებულიყავი? მოულოდნელობის წამოფეთქების შედეგად მოვიქეც ისე თავხედობისა და შეურაცხყოფის უმაგალითო აქტი გახდათ. სხვანაირად ვინ მოიქცეოდა? აკი სასამართლოსეც აფექტის შედეგი უწოდეს დამცველმაცა და მოსამართლემაც. აფექტი იყო თუ რაც იყო, ბინიდან ორივე მხოხვით გააღწია. მოწუკებიან ფელიქსას, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი მოხვდა, მაგრამ არც ლინას ერგო ნაკლები. ქალისთვის არ უნდა გეცემაო. ძმაკაცად შემოპარული ტიპი იმავე ლოგინში მომიყვანა, რომელშიც წლობით ჩემთან იწვა. არ უნდა მოხვედროდა? არა, მაგ საქციელში რაღაც სხვა ჩანაფიქრი იდო. რამდენი ვჭხიბე ვერაფერს გავხდი. აი ეხლა თუ შევხვდი ლინა მამა ძაღლს, უეჭველად ვათქმევინებ, რატომ მოიყვანა სახელმწიფო ჩემს ლოგინში და მოიყვანა მაშინ, როცა იცოდა, რომ მალე უნდა დაბრუნებულიყავი. ბინის გასაღები მქონდა და კლიტეც სრულიად უხმოდ იღებოდა. კარისკენ რომ იღოღავდნენ, ნაგვემ დამტრეულები, ლინამ თავზე თითები აათამაშა, რქიანი ხარო და ეს ფელიქსა სანსოვის დასანახად გააკეთა. მაშინ იყო ერთი მაგარი წიხლიც რომ ჩააზილე. უნდა დამეთანხმო. იმ ვითარებაში თავშეკავება წარმოუდგენელია. ისე კი რა წავაგე. გორას შუა დღეს რა გამოეღვიძა. მაგიდაზე საჭმელი დაუხვდა. ახახან შემოტანილი და უხვი. ოთახში თბილოდა. სუფრას სასხლის ამარა მიუჯდა. დანაყრდა და ისევ ძილს მისცა თავი. კარგა ხნის დაღამებული იყო, აშნამ კოდეჯის კიბე აიარა, კარზე მიაკაკუნა. შემოდი მოისმა შიგნიდან. ცეზარევა სანათურის ქვეშ სავარძელში იჯდა, წიგნი ეჭირა. მოვიდა, უთხრა აშნამ. მოვიდა? როდის? 1 საათის წინ. ცეზარევა დაფიქრდა და მიუგო. 15 წუთის შემდეგ მომიყვანე. ადგა, საძილე ოთახში გავიდა. რომ არ მოინდომოს, მიაძახა აშნამ. მოინდომებს, თითქმის დედიშობილაა. მოისმა საძილე ოთახიდან. ვინმე მითხრას, რატომ უნდა შევხვდე, მენატრება თუ როგორ, მაგასთან საუბრებს მაშინვე მოვრჩი, ორივე რომ გავლახე. საინტერესოა, სანსოვთანაც ცრუ, ცბიერი და მოღალატეა. არა შეჯდა მწყერი ხესაო, მაგრამ მაშინვე კარგა მობერებული იყო. ახლა უფრო მეტად ექნება დაკარგული მიმზიდველობა და გაუმაწყრობა.
გორამ სასტუმრო ოთახის კარი შეაღო და სავარძელში ჩაჯდა. უკითხავად რატომ შემოხვედი, მოისმა საძირე ოთახიდან იმ განუმეორებლად კეთილმოსურნე ხმით, რომელიც გორას წარსულ მეგობართაგან მხოლოდ პოლინა ცეზარევას ჰქონდა. მადამ, შემომითვალეთ, გელოდებიო. მიუგო გორამ და მოგზალებით დასძინა. ზრდილობიანი კაცი ვარ, ქალის თხოვნაზე უარს ვერ ვიტყოდი. რაც შეეხება უკითხავად შემოსვლას, კარგახანია სექსუალური ურთიერთობა არავისთან მქონია და მოგეხსენებათ, თავხედობა თითქმის ყოველთვის იმარჯვებს. თუ არ გამოიხედავთ, წავალ აღარ შეგაწუხებთ. რამდენიმე წამს სიჩუმე ჩამოვარდა. მოითმინე ჩავიცო. არ არის საჭირო, ქალი მამაკაცს პირისპირ შესახვედად რომ იბარებს, ჯობს დედიშობილა იყოს. დაგელოდოთ თუ წავიდე. გორა ადგა. კიდევ რამდენიმე წამი და ცეზარევა საძირე ოთახიდან გამოვიდა და იქვე გაჩერდა. შილიფად იყო გაღიღილი ხალათიდან პერანგი მოუჩანდა. თეთრი და იმის ქვევიდან საწმერთური შავად გრთოდა. აშნამ თქვა ნორმალურად აცვიაო. შევიდა. ამ კოსტიუმით გამომეცხადა. ეს მგონია, გაუპატიურებასაც კი მიპირებს. ცეზარევა წამოვიდა. გორას სიახლოვეს გაჩერდა და თქვა. როგორ გამოცვლილ ხარ, დაჯექი. გორა სავარძელში ჩაეშვა. ცეზარევაც. შენს კარგად შებერტყილ ხარ, მადამ. ერთმანეთს კარგახანს უყურეს, პირისპირ ისხდნენ. გაჩახჩახებულ ოთახში ყოველი ნაკვთი მკაფიოდ უჩანდა ერთსაც და მეორესაც. როგორ დაჭმუჭვნილა ეს უბედური. სანამ რასმე მეტყოდე ორ კითხვაზე უნდა გამცე პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი საუბარი ვერ შედგება, მტკიცედ უთხრა გორამ. ცეზარევა ასეთ შემოტრიალებას ალბათ არ მოელოდა და დაგვიანებით მიუგო. არის ზოგი რამ, რაც ჩვენში როდისმე უნდა ითქვას. ეგ მერე ან არასოდეს. ორი კითხვა. პირველი, რისთვის მოაწყე ჩემს ლოგინში სანსოვთან სექსუალური აქტი, როცა იცოდი, რომ წუთი წუთზე უნდა მოსულიყავი. მოკლედ და მხოლოდ სიმართლე. ცეზარევა მიყუჩა და თქვა. ეგ თითქმის ის არის, რაც ჩვენში როდესმე უნდა თქმულიყო. ინებე. ქალი ისევ დაფიქრდა და განაგრძო. სხვათა შორის მე აქ სიცრუებისთვის არ მოვსულ ვარ და შენ ამაში დარწმუნდები. მუწუკებიანი ფელიქსა, როგორც მას ეძახდნენ, რისთვისაც მჭირდებოდა შენი თვალით ხედავ ყველაფერს. ამდენი შენ ჩემთვის არ მოგიცია. ვერც მომცემდი. შვილების ფეხზე დაყენება, მათი და ჩემი ცხოვრების პირობები, ეს ძვირფასი ტანსაცმელი სამკაულები, საიდან? მაგრამ მუწუკებიან ფელიქსას ჩემთვის საჭირო ურთიერთობა, ანუ მყარი რომანი არ სურდა. შენზე ეჭვიანობდა, მატყუებ გორა კარგარეთელი გიყვარსო. საჭირო იყო გზიდან ჩამომეშორებინე და ისე რომ ფელიქს ეჭვი აღარაფერს ახონოდა. ფანდმა შედეგი მოიტანა, ციხეში ამოგაყოფინეთ თავი. ჩვენ აქ ავართ, ხოლო შენ, სადაც ახარ კარგად მოგეხსენება. ღმერთო ჩემო, წაილუღლუღა გორამ. ღმერთო, გამოაჯავრა ცეზარევა. მაგ შენმა ღმერთმა ერთხელაც ვერ მიშველა. ყველა, რამდენიც მყავდით, ღმერთს არ გამოუგზავნი ხართ. თქვენ იყავით და ხართ. მასალა, საიდანაც ჩემი შესაძლებლობების, ნიჭის, გარეგნობის ურთიერთობების, ტალანტის წყალობით ვძერწავდი და ვძერწვავ იმას, რაც მჭირდება. კარგი, ერთი სიმართლე ხომ მაინც გათქმევინე, უთხრა როცა დამშვიდი და ეხლა ის მითხარი, ვინ და რისთვის გამოგზავნა ჩემთან შესახვედრად. პოლკოვნიკმა მიტილენიჩმა, რაც გითხარი ხომ ყველაფერი სიმართლე იყო. სიმართლე იქნება ისიც, რასაც გეტყვი. არ მესმის რა უნდა, მან სიცრუებისთვის გამომგზავნა. გამოცდილებით თვიცი, ან არ მომისმენდი, ან არ დაიჯერებდი. მე უნდა მეცრუა, რომ აშნასგან გავიგე შენი აქ მოსვლის ამბავი და ჩვენმა ძველმა სიყვარულმა გადმოგადგმევინა ეს ნაბიჯი. ჩამოვიტანე მშვენიერი ტანსაცმელი საკვები და ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც შენი შემდგომ გზავრობას სჭირდება. ვიმეორებ, წარმოდგენა არ მაქვს, რას აკეთებს ჩემი მეშვეობით. იმედი მაქვს ჩავარდნის შემთხვევაში იმ კაცად და რაინდად დარჩები, როგორიც იყავი და ხარ. არ გამცემ. ვის მიერ და ვისი სახსრებით არის შეძენილი ყოველივე ეს? ცეზარევამ გემრიელა ჩაიკისკისა და მიუგო, სანცოვის სახსრებით, ჩემს მიერ. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ მატარებელში კარგად ჩაცმულ დახურული ჩაჯდე. გაუგებარია,
ცუდ ტანსაცმელში ჩაცმულს ვერ აგიყვანდა? კიდევ ერთი კითხვა. მიმართა გორამ. რის ფასად გაიძულათ მიტილენიჩმა ამდენი ხარჯის გაწევა და ამ შეხვედრის მოწყობა? სანცოვი და მე ვყავართ გამოჭერილი. იცის რომ კაცი მე გავიტანე და ციხეში აშნა მამოყო თავი. გასაგებია. გონია შეკითხვები აღარ გექნება. ახლა ჩემო კარგო ვივახშმოთ, გამოვიძინოთ და ხვალდილით 1000 ძვირფასეულობით დატვირთული გაუდგებით გზას. ვიცი გაქურდული ხარ. ციგის მეტი არაფერი გაგაჩნია. ყველაფერს მიიღებ, ყველაფერს რაც გესაჭიროება. ცეზარევამ აშნას უხმო, რაღაც დავალება მისცა და ვახშმის სამზადის მისდგა. აღმოსავლეთ ციმბირში ხრუშჩოვის მოსვლის შემდეგ საშვი მომწეს. უკეთ თქვათ მარბენალს პოლკოვნიკი მამედოვი მენდო. მომცა. დავიწყე ეკონომისტად მუშაობა. გაქცევა გულში აღარ გამივლია. ვიცოდი, რეაბილიტაციები მზადდებოდა. გავაკეთე რომელიღაცა თვის ანგარიშიც. დავჯექი მოტოციკლზე და მთავარი სამმართველოსკენ გავწიე. მაშინ იქ საავტომობილო გზები არ იყო. საავტომობილო კი არა ტაიშეთ ლენას რკინიგზაც ასე ვთქვათ პირობითად მუშაობდა. ხალხი ლიანდაგით დადიოდა. თოვლი კარგად იყო დაძეგილი. მოტოციკლით სიარულიც მშვენივრად ხერხდებოდა. 14-15 კილომეტრი მრჩებოდა ზაიარსკამდე. მოტოციკლმა მიმტყუნა. უჩხიკინე ვერაფერს გავხდი. წავიგდე წინის ამოდენა მანქანა და ვათრიე აღმართებში. ფსიქა გამძვრა. ისე დავიღალე, რომ ზაიარსკის პირველსავე სახლს მიუკაკუნე. ღამე მაინც სადმე ხომ უნდა გამეთია. დედაბერმა გამიღო. აუხსენი მდგომარეობა, ვთხოვე ღამე გამათევინე მეთქი. გადაგიხდი რაც საჭიროა მეთქი. მიმიღო. მოტოციკლი წინამოში დავტოვე. შევედი. იქაურობა გაღუნღულებული იყო, რუსული ხუმელი ენთო. ვისაუბრეთ, რაღაცები მქონდა წამოღებული, ვაჩუქე, ფულიც მივეცი. საწოლი დავინახე სუფთად გაწყობილი, თავად დედაბერს ღუმელზე ეძინა. ვკითხე, საწოლი ვისია მეთქი. მდგმური მყავს, კარგი გოგონაა სამუშაოდ არის ჩამოსული კომკავშირული საგზურითო. ცოტა ხანში ის გოგოც მოვიდა, ვიღაც ბიჭთან ერთად. ამათვალიერის ბიჭმა ბუშლატის სუბიდან არაყი ამოიღო, ნახევარი ბოთლი იქნებოდა. მაგიდას მიუსხდნენ. პატარა შუშაბანდი ჰქონდა ოთახს, დედაბერმა გამიყვანა. აქ დაიძინებო. კაი განიერი საწოლი იყო. თბილი საბნებით გაწყობილი. გავიხადე და დავწექი. გოგო და ბიჭმა არაყი მიირთვეს. წავიდნენ. იმდენ ნაჯახირებსა და დაღლილს კუდარივით ჩამეძინა. არ ვიცი რამ გამომაღვიძა. ალბათ ჩემი შუშაბანდის ძირას ხმამაღალმა ლაპარაკმა. ის გოგო ბიჭი იყო. ძალიან მწვავედ გამათობდნენ. ბოლოს კაი მაგარით კაცანი გავიგონე და გოგო შინ შემოვარდა. ერთხანს იზლუქუნა და დაწყნარდა. სახლის სიჩუმე მოიცვა. მეც დამეძინა. რა დრო გავიდა ვერ ვიტყვი, მაგრამ იმან გამომაღვიძა, რომ ლოგინში ვიღაც შემომიწვა. ახლა მინდოდა თუ არ მინდოდა ეს საქმე როგორც გათავდებოდა, ცხადია და ამას არც აქვს დიდი მნიშვნელობა. მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ვალკა თავის საქმეს ასეთი ტექსტით აკეთებდა. ვოდდიბე ვალოდკა, ვოდდიბე. რა თქმა უნდა მივხვდი, ვალოდკას ჯიბრით ხდებოდა ეს ყველაფერი. მაგრამ სანამ მოვიფიქრებდი, როგორი რეაგირება მომეხდინა მიმდინარე პროცესზე, ყველაფერი დასრულდა და ვალკამ თავის ლოგინს მიაშურა. დილით დედაბერიღა შემრჩა ხელში. რა ხნის ამბავია ის ჩემი ვალენტინა თუ ცოცხალია, კაი მოხუცებული იქნება. მშვენიერი კი იყო. ყუბანელი კაზაკის ქალი, რომელიღაცა სტაციაში მუშაობდა. დონის როსტოვში დაუსწრებელზე სწავლობდა. უფროსი კლასების ლიტერატურის პედაგოგობა სურდა. რა ფეხები ჰქონდა? სახეზე ნაკლები იყო. რას ამბობზე თუ ნახავი, სხვას კიდევ რას მესქვია? მაგარი იყო დალოცვილი, მაგარი. ან რა ტანი ჰქონდა, ან რა სხეული, ვნება და გზნება. ადამიანს თითო რაღაც ახირება რომ ექნება. ვალია რომ ერქვა რაღაცეებში ხელს მიშლიდა, სხვანაირი ვალიები მყავდა ნანახი. იმათი სახელი რომ ერქვა მეხამუშებოდა. ასოციაცია მდრქუნავდა, სხვა ვალიები მაგონდებოდა ხოლმე. ახირება ამ არა არის. აბა სად ისინი და სად ეს? არა, მეექვსე ვალიაც რომ ამ ვალენტინას ტუზივით დაეცა. როგორია? მეექვსეც კაი გოგო იყო. ეგ არის ჩემი ვალიას გარდა რომელიმეს მართლა ვალია ერქვა? ვალენტინა. ნეტა ირქმევდნენ ამ სახელს თუ მართლა ვალიები იყვნენ. ფსევდონიმივით რამეა. მეძავი თავის ნამდვილ სახელს იშვიათად იტყვის. რატომ? ძნელი ამოსახსნელია. ამაზე მერე ვიფიქრებ.
ჩხიბვა უნდა ეხლა მაგას და მაგის თავი არ მაქვს. საინტერესოა. ორი დაუგდო. ვალს დაგადებენ. მუშა ხარ თუ მინისტრი? ვითომ რა, სხვის შესაძლებლობებს აყიდი? შენივე სულით და ხორცით არა ვაჭრობთ? მე ქალი ვარ და ჩემი შესაძლებლობებით ვაჭრობ. ვისი რა საქმეაო? არა, მაინც და მაინც ვალიას რატომ ირქმევენ? ეს შესაძლოა ისეთივე მოვლენა იყოს, გაქცეულები ყველაზე გავრცელებულ გვარებს რომ ირჩევენ. ხან გელაშვილი იყავი, ხან გიორგაძე, ხან მაისურაძე, ყველაზე გავრცელებული ქართული გვარები. კაცო, მე გაქცეული ვიყავი, ვიმალებოდი ნამდვილი გვარი მეტარებინა. მაგათ რა, მისდევს ვინმე? რა იცი, იქნება 6-ვეს მართლაც ვალია ერქვა. შეიძლება ეგრეც არის, ჩემი ნამდვილი ვალია იყო ვალენტინა, ალალი გოგო. 1946-ან 7 იქნებოდა რა? რა ჯანდაბა მინდოდა, სულაც არ წავიდოდი იმ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე. მაგრამ ყარაჩაელები რომ გადაასახლეს და ქლუხორი საქართველოს მიუერთეს, ქართველობამ კავკავზე სიარულს უმატა. გზა ისე ჰქონდათ, ზამთრამდე დარიალის ჩაკეტვამდე გავერიდები მეთქი. ვალია სასტუმროში გავიცანი. სესიაზე იყო ჩამოსული. პირველად რესტორანში ვნახე. გვიან ღამით ვახშმობდი. ზურგიდან დავინახე, საოცარი ფერის ხაეროვანი თმა ჰქონდა. ვიტრიალე თავით ფეხამდე დავათვალიერე, ქალღმერთს სარგავდა. იმ ღამეს არ დამეძინა. მეორე დღეს დაუტარაჯე. პირდაპირ უთხარი. ასია ეს საქმე და ვერ მოგეშვები მეთქი. მოგეხსენება ჩვენს სასტუმროებში პოლიციური წესები იყო. გამონაკლისს არცის სასტუმროში ადგენდა. ბოგოტიანოვის ქუჩაზე ერთი დედაბრისგან ოთახი ვიქირავე. ცალკე შესასვლელი და სველი წერტილები ჰქონდა. მე დილის 12-დან თითქმის დღის ბოლომდე ვიყავი დაკავებული. ვალია საღამოობით დადიოდა, ჯერ კონსულტაციებზე და მერე გამოცდების ჩასაბარებლად. 6-დან 11-მდე პრაქტიკულად 4-დან 6-მდე და ღამის 11-დან დილამდე ხვდებოდით ერთმანეთს, თუ აფროდიტესა და ჩვენს პედაგოგ სულთან ყუთავებს არაფერს ვუეშმაკებდით.